მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ქალბატონი ლალი ბოროშკინა. ლალი, მოგესალმები. მოგესალმები ნიკა. მე ჩემს აუდიტორიას წავუდგენ ქალბატონ ლალის როგორც პროფესორს, როგორც PR ტექნოლოგს, წერალს, უამრავი საინტერესო გამოცემა გაკეთებული როგორც პოსტი, ასევე ბეჭდური მედიის მეშვეობით და პრინციპში ლალი შენ წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ ეს ფორმალური მხარეც შევავსე, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან დიდი პატივისცემა შენ და მნიშვნელოვანია ეს საუბარი ჩემთვის და ჩემი აუდიტორიისთვის. მე მინდა მივესალმო შენს აუდიტორიას, იმიტომ რომ შენი აუდიტორია დღითი დღე იკრებს, ესე იგი მასშტაბებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცი, ადრე, როდესაც ხა პირველად პოდკასტი გავაკეთე, ყველა მეკითხებოდა რომ რა უბედურება ეს პოდკასტი, ვერც ხვდებოდნენ რა იყო და რისთვის იყო და მე მივხვდი რომ ეს არის რაღაცა ჩვენი ცხოვრების ნაწილად გადაიქცა, იმიტომ რომ შენ რო სულ ტელეეთერი გქონდეს, ხო? 3 წუთში უნდა მითხრა რომ ძალიან დიდი ბოდიში მეტი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ ფუფუნება ტელეეთერის როგორც ასეთი 21 საუკუნეში აღარ არსებობს, ამიტომ ეს არის ყველაზე კარგი ფორმა რომ ვიღაცას რაღაც გავაგებინოთ. და მე ვიცი რას ნიშნავს ქრონომეტრაჟი, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ რაღაც გამოცდილება მქონდა, როცა რესპონდენტებს ვიღებდი და ვიცოდი რომ ყურში მეუბნებოდნენ რომ რაღაც 15 წუთი, 8 წუთი და ასე რომ 15 წუთი და 8 წუთი სად იყავი რომ ამხელა ქრონომეტრაჟი გქონდა? ხო, CTV-ზე როცა ავტოსპორტის და ავტოსპორტთან დაკავშირებით სტუმრები მოდიოდნენ, იქაც კი შენ წარმოიდგინე, იქაც კი იყო ეს ლიმიტირებული დრო. იმიტომ გაქვს ასეთი კარგი დაყენებული აკადემიური ხმა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ჩართვების დროს. დიდი მადლობა. შენგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს კომპლიმენტი, იმიტომ რომ მედია სფერო რომ იცი ხა. ასე ალბათ ერთი ორმა. ლალი, მე მინდა რომ ჩვენ ესეთი უშუალო საუბარი გამოგვივიდეს და რატო? ანუ როგორც იტყვიან ბესკოპიორ. თემა იქნება საქართველოს-რუსეთის ურთიერთობა და შენ უკეთ მოგეხსენება შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, ოცნების დროს ყველა ამბობდა და ხას უსვამდა რომ ძალიან დიდი როლი მიენიჭება უახლოეს მომავალში სახალხო დიპლომატიას. და სახალხო დიპლომატია ჩემ წარმოდგენაში არის ის, რომ ინტელიგენციის ნაწილი, სპორტის წარმომადგენლები, კულტურის წარმომადგენლები, რომ იყოს მიმოსვლა, ინფორმაციის გაცვლა, რაღაც ურთიერთობების დათბობა, წარსულის დავიწყება და ასე შემდეგ და ეხლა ესეთი ჟამია, რომ გარშემო ყველგან კონფლიქტია. რუსეთ-უკრაინა რო არაფერი თქვა, ახლო აღმოსავლეთში ვიცით რომ იქ ბეძზე არის, ან მოხდება კონფლიქტი ან არა, სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემები, ხო და მე ვთვლი რომ ზუსტად ამ სახალხო დიპლომატიას ალბათ ისე როგორც არასდროს დიდი მნიშვნელობა აქვს და მით უმეტეს რუსეთთან. შენ როგორც ყოფი რუსეთში, მე ვიცი რომ წიგნიც გამოგიშვია იქ და გიბეჭდავს რუსეთის ფედერაციაში, საკმაოდ დიდი რეზონანსიც ჰქონდა, დადებითი გამოხმაურება, საკმაოდ ტირაჟით. აი შენ რა სიტყვი? აი ყოფი დონეზე რა ხდება? აი ვისთან გაქვს ურთიერთობა? როგორი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ? მით უმეტეს საქართველოს მე მგონი საღი პოზიცია დააფიქსირა 22 წლის 24 თებერვლის მოვლენების შემდეგ და აი მაინტერესებს შენი აზრი და გთხოვ აი ესე უშუალოდ რა არის იცი? ჩემთვის ეს თემა არის ყველაზე მტკივნეული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მუშაობდი პირველ არხზე საქართველოს ტელევიზიის და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ხან ქართული საინფორმაციო მიმყავდა, ხან რუსული, მერწმუნე რომ რუსული გვარი გარკვეულწილად დისკომფორტული იყო საქართველოში ყოველთვის, ყველა ეპოქაში. არავინ არ თქვას რომ მე რა მოხდა საბჭოთა კავშირის დროს ასე არა, ყოველთვის იყო და მე გეტყვი რატომ. მამა ჩემი ვიქტორ მოროშკინი, რომელიც იყო ბრწყინვალე ექიმი, პედიატრი, რომლის დედა იყო სოფიკო ვაჩნაძე, ანუ დედით ქართველი და მამით რუსი იყო მამა, როდესაც შესთავაზეს
მაღალი საფეხური უფრო სამედიცინო სფეროში, მოთხოვნა იყო ასეთი საბჭოეთის დროს, რომ დედის გვარზე გადადი. და მამა მაშინ თქვა, რომ მე იმდენად გენიალური მამა მყავდა, რომ ეს ნიშნავს, რომ მე მამას საფლავიდან უნდა ამოვთხარო და მაშინ უარი თქვა ამ ყველაფერზე. მე როდესაც ეს ისტორია მომიყვა მამამ, მე ჩავთვალე, რომ მეც ანალოგიურად უნდა მოვიქცე, იმიტომ რომ მე ისეთი მამა მყავდა, მე ისეთი ბაბუა მყავდა, რომ მათი ესე იგი გენეტიკა, რომელიც ჩემშია, მე პირველ რიგში მათ უნდა ვცე პატივი ამ გენეტიკას, თუმცა უკვე ჩემში 25%-ია, ხო და არა ნახევარი, მაგრამ ძალიან ძალიან ღირებულია ეს 25% და მე ვთვლი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მირბიან და პირადი გამორჩენის გულისთვის და გარკვეული სიკეთეების გულისთვის გვარს იცვლიან, ეს სერიოზული მათი პრობლემაა. ჩემი პრობლემა იყო ის, რომ ამ გვარით პირველად მე 5 წლის ვიყავი, უბრალოდ ძალიან ადრე შემიყვანეს სკოლაში, როდესაც მკითხეს, რომ შენ აქ როგორ მოხვდი. და მაშინ მე ვერ გავიგე, რატო შემეკითხნენ. 5 წლის ვიყავი და სახლში დავბრუნდი, დედას ვუთხარი, რომ მე რა სხვანაირი ვარ, იმიტომ რომ 40 ბავშვთან მარტო მე მკითხეს და მაშინ დაიწყო ჩემი ჭიდილი, ასე ვთქვათ, საგვარეულო დინასტიასთან, რომ როგორ შევინარჩუნო ეს გვარი, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო მამასთვის და როგორ გავიტანო ჩემი თავი. შემდეგ იყო ასეთი წლები, ისეთი წლები, მაგალითად ტელევიზიაში, როდესაც რუსეთთან იძაბებოდა ურთიერთობა, მე მაშორებდნენ ეკრანს და მეუბნებოდა მთავარ რედაქტორი ასეთ რამეს, რომ იცი რა, მოდი ნუ გავაღიზიანებთ ხალხს და შენი რუსული გვარი, აი ახლა ქართული გადაცემის წამოყვანა სულაც არ არის საჭირო და ჩემთვის ეს იყო პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა შეიძლება ბრწყინვალედ ვიცოდე, მაგრამ ჩემი მშობლიური ენა არის ქართული. მე ქართულენოვანი ვარ, მე ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თავის დროზე ჩემს მამინაცვალს, თალეშონიას, რომელსაც დედა უმერე მოგვიანებით ცოლად გაყვა, რომელმაც თქვა, რომ ეს ბავშვი ცოტათი რუსული გარეგნობით, რუსული გვარით დაიღუპება რუსულ სკოლაში, იმიტომ რომ ქართული საქართველოში ენაში თუ არ ცხოვრობ, ძალიან რთულია ის ქართული გქონდეს, რომელიც ალაპარაკო იქნება, მნიშვნელოვანი იქნება და შენს იდენტობას ყოველთვის ხაზს გაუსვამს. ამიტომ ეს პრობლემაც იყო. შემდეგ უკვე ჟურნალისტიკიდან მე აღმოჩნდი და მე ვცლად რატომ ყვები, რომ რუსული გვარის მატარებელი, როდესაც ხარ, ზუსტად ისეთ სირთულეებს გადიხარ, როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობები გადის. და ეს აი მე საკუთარ ყავზე მაქვს გამოცდილი ეს ურთიერთობები და სირთულე. როდესაც შევარდნაძემ, ასე ვთქვათ, მომხსნა ეთერიდან და მაშინ მიმყავდა ვესტნიკი და მითხრა, რომ მე შენ დღეიდან გნიშნავ მინისტრის მოადგილედ კონფლიქტებში და 31 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა და შეიძლება ბევრი რამ ცოდნოდა კონფლიქტზე და მე შეიძლება ომში როგორც ჟურნალისტი არ მივდიოდი, მაგრამ მე სტუდიაში ვმუშაობდი და ეს იყო ძალიან რთული სამუშაო და ძალიან საპასუხისმგებლო. მაშინ მამუკა არაშიძე იყო მთავარი რედაქტორი და ერთი სიტყვა არასწორად რო გასულიყო, ხომ წარმოგიდგენია რა მოხდებოდა ფრონტის ხაზზე. ანუ იყო გადაცდომები, როცა ჩვენ გვითქვამს, რომ აქა და აქ არის დისლოცირებული ქართული ჯარი. გახსოვს ეს სამწუხაროდ ჩვენ ეს ჟურნალისტიკაში გადაცდომა გქონია და ჩვენ შეცდომები უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ გმირი ჟურნალისტები გვყავს, რომლებიც მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე და საოცარი მასალა ჩამოჰქონდათ. და შევარდნაძე მითხრა ასეთი რამე. ჩვენმა როშკინა რომ არ ყოლოდა, უნდა გამოგვეგონა. და მე მაშინ მივხვდი, რისი თქმა უნდა. ქალი რუსული გვარით საუკეთესო საშუალება რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად. და მაშინ იყო ესეთი დათქმა, რომ მე შენ ისეთ ადგილას გიშვებ, რომ შეიძლება ხელი წაგიცდეს ფულზე და იცოდე არასდროს არ გაეკარო, მე შენ გამზადებ ელჩად რუსეთში. მე ისე მახსოვს ეს ფრაზა, ჯერ ერთი ხა ფული როგორ უნდა მეკეთებინა დღემდე მართლა გულწრფელად ვამბობ, დღემდე არ ვიცი და იცი რაც უკვე ასაკში შევდივარ, ვფიქრობ, რომ უბრალოდ მათემატიკურად ვერ ვსხლავ კარგად თუ უბრალოდ არის რაღაცა მორალური ნორმები, რომელსაც ვერ გადავედი. ეს უფრო ნორმალური ნორმებია.
და მაშინ მე მინდა გითხრა, მუშაობდი EUTHOS-თან ერთად, მუშაობდი იმ უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთან მიმართებაში ხდება ბევრი შეკითხვა და ბევრი მომენტია და ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი უცხოურია ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობა შერეულ საკონტროლო კომისიის მუშაობაში თუ სხვა კონფლიქტურ ზონებში, ხო? მითხრა ასეთი რამე, ბრუნდებით ცხინვალიდან. და ეხლა მიხვდები რისი თქმა მინდა და რაც ნიშნავს ეს უცხოური ორგანიზაციები, რომლებსაც რეალურად ძალიანაც გულთან ახლოს არ მიაქვთ კონფლიქტი და რომლებსაც უხარიათ კონფლიქტურ ზონაში მუშაობა, იმიტომ რომ გაათმაგებული ხელფასები აქვს. მეო რაპორტშიო მიუთითებ, რომ გვესროლეს გზაშიო, რომ ჩვენ მანქანას ასე ვთქვათ დაედევნენ რა ბლოკბასტერს ყვები მეტყვი, რა ვინ გვესროლა, რა გვესროლა, სუდინპიტაურით ჩავედით ამ ცხინვალში და ასევე წამოვედით. იცი რა არისო, მე რო ამას მიუთითებო, მერეო პრემიას მაძლევენო ამაშიო. აი ესე იგი ჩორი არ იყოს, ესე იყო ნამდვილად. არა, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტული პიროვნება, ახლა პიროვნებებს არ ვამბობთ და არ ვასაყელებთ, უცხოელი, რომელმაც აი ესე მითხრა რომ და ეს ხო არ ახალია და ყველა მიცის. ეხლა იცი რა კიდე რა მინდა გითხრა ნიკა, მაგალითად, როდესაც მე მივდიოდი სტრასბურგში, ხო? მოლაპარაკებაზე, ან იგივე ჟენევაში, ან სხვადასხვა ფორმატები იყო, ხო? მოლაპარაკების სხვადასხვა პლატფორმა. ჩვენ ძალიან სუყეთ გვიხდიდნენ. ანუ მე მახსოვს კარგად მინისტრეს მოადგილეს რანგში 360 ლარი მქონდა ხელფასი. და ამ ასე ვთქვათ კონფლიქტის მოგვარებაში, ტყუილსიარულში, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი იყო წყლის ნახვა, ჩვენ მინიმუმ დღიური ნორმა, რომელსაც გვიხდიდნენ ამ დროს, იყო 250-300 ევრო. კონფლიქტი აწყობდა ყველა მხარეს. იმიტომ რომ ყველა მხარე ძალიან ბედნიერად ჯიბეს ისქელებდა. ეხლა მე ერთი რამე მინდა გითხრა და თქვა აქაც, ეხლა იცი რა, წლები გავიდა და აი აქაც მე მინდა მიხვდეს ჩვენი მაყურებელი, ჩაწყდეს არს ამ კონფლიქტების. ჩვენ წავედით და ჰააგაში იყო შეხვედრა ცხინვალის დელეგაციასთან და ცხინვალის დელეგაცია იყო სადღაც 20 კაცი ასე. და საქართველოდანაც დაახლოებით იგივე რაოდენობა ვიყავით. მე მახსოვს, რომ იმ სასტუმროში, სადაც სასტუმრო იყო 5 ვარსკვლავიანი, მოლაპარაკებები შენ იცი, როგორც წესი, ძალიან მაღალი დონის სასტუმროებში იმართება და ძალიან ძვირფას რესტორნებში, ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე ბანკეტები. მხოლოდ 3 ადამიანი დავრჩით იმ სასტუმროში, ქართული დელეგაციიდან და დანარჩენმა მოითხოვა ეს ფული და სხვაგან იქირავეს ბინა უფრო იაფად, რომ ეს განსხვავება წამოეღოთ. მე არავის არ მინდა, ყველას ოჯახები ყავს, ყველასთან ვთქვათ ვიღაცა მითხრა რომ მე პატარა შვილი მყავს, ვიღაცა მითხრა რომ აი ბინის ქირას ვერ ვიხდი, მაგრამ 3 დავრჩით, ეს იყო 2001 წელი, იმ დელეგაციიდან, სადაც არც ერთი ოსი არ წასულა, რომლებსაც ჩვენზე ძალიან უჭირდათ. 20-ვე დარჩა იმ სასტუმროში და ქართული დელეგაციიდან აი ესე 70 სათვლელი ადამიანები დავრჩით. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ და მივდივარ აი მთავარი თემისკენ. მოლაპარაკება უნდა წყდებოდეს იქ, საიდანაც დაიწყო კონფლიქტი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის რუსეთი. ყველანაირი მოლაპარაკება ცხინვალთან, სოხუმთან, აი ეს ყველაფერი არის წყლის ნახვა. ეს არის არაფრის მომცემი, იმიტომ რომ არც ცხინვალელი წყვეტდა არაფერს და არც გალელი, არც ოჩამჩირელი და არც სოხუმელი. ვინც დაიწყო და ვინც იყო თავი, ვისაც არ ვეთმობით როგორც ბუფერული ზონა, ვინც იცის რომ ჩვენს იქით შემდეგ უკვე ნატოს წევრი ქვეყანა არის და ეს არის ის აქსიომა, რომელიც არის და არავინ არ მოიტყუოს თავი, რომ ბუფერულ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ აი ესე მარტო დარჩეს და ჩვენ შვეიცარია არ ვართ და გავიხსენოთ სად მდებარეობს შვეიცარია. და როგორც აღმოჩნდა, თურმე არ შვეიცარია არ ყოფილა დამოუკიდებელი და ჩვენ ვხედავთ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საქმეში რას კადრულობენ ბანკები, ხო? რომლებიც გარანტი, ხო? გარანტი იყო, ხო, შვეიცარიული ბანკი ითვლებოდა გარანტად. და დღეს ეს გარანტიები მორყეული, ამიტომ არც ისინი არ არიან დამოუკიდებლები და წარმოიდგინეთ ჩვენ ორ ზღვას შუა ვინ დაგტოვებს ასე უპატრონოთ, ცხადია, რომ ის რაც მოხდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ ფართოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში და არა რუსებმა ეს იკადრეს.
ის დიდი იმპერიული ქვეყანაა. ის არ დაგთმობს შენ, იმიტომ რომ კავკასია არის ის ბოლო პლაცდარმი, რომლის იქითაც არავინ არ იცის ერდოყანს ხვალ რა აზრი გაუჩნდება თავში, არავინ არ იცის როგორ გადაათამაშებს, ხო? არაერთხელ გადაუთამაშებია უკვე თავის პოზიცია რა. ის რა ახალია რამე იმაში, რომ ერდოყანს დღეს ერთი აზრი რო აქვს თავში, ხვალ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გქონდეს და ეხლა ამის მიხედვით რუსეთი ვერ აეწყობა. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმ აუცილებელ, ასე ვთქვათ, არეალად, რომელიც მეტნაკლებად იძლევა გარანტიას. ეხლა რაც შეეხება შენ კითხვა დამისი უკრაინასთან დაკავშირებით, ის რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ძალიან ბრძნული, რომ დღეს არ ვართ მარიუპოლი, დღეს არ არიან ჩვენი შვილები დევნილობაში. როგორც უკრაინას, რომელსაც 2 მილიონით ნაკლები შვილი ყავს, ვიდრე 4 წლის წინ, ხო? ეს ხო არის კატასტროფა. უკრაინა, რომელიც იყო ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა, დღეს აღარაფერი არ არის, ხო? დღეს არის ქვეყანა, რომელიც გამზადებულია დასაყოფად, დასაჯიჯგნად ვიღაცისთვის, უკვე რაღაც კომპანიებისთვის და BlackRock-ისთვის და ასე შემდეგ, უკვე განთავისუფლებულია ტერიტორიები და რა მიიღეს უკრაინელებმა, მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ გვეყო ზუსტად იმის გონი, რომ საქართველო არ ჩართულიყო ამ უმძიმეს ავანტურაში. უმძიმეს ავანტურაში და რუსებმა რა თქმა უნდა გადმოდგეს საპასუხო ნაბიჯი, თუნდაც ის რომ ფრენები აღდგა. ეხლა თუ კარგად დავუკვირდებით, ვის ჭირდებოდა ეს ფრენები, ჩვენ ქართველებს გვჭირდებოდა 1,200,000 ქართველი. დღეს შრომობს რუსეთში, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ისინი ამერიკისგან განსხვავებით და ევროპისგან განსხვავებით ძალიან ღირსეულად არიან წარმოდგენილები, უფრო დიდი ნაწილი. მასშტაბზე ვლაპარაკობ, თორე რა თქმა უნდა ამერიკაშიც არიან ქართველები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ აქ მასშტაბზეა საუბარი. ამდენი ექიმი, ამდენი პროფესორი, ამდენი რა ვიცი გამოჩენილი სპორტსმენი, რომელიც აღიზარდა რუსულ სკოლაში, სხვათა შორის რუსულ ოლიმპიურ კომიტეტში, ზუსტად ემზადებიან ქართველი სპორტსმენები წლების განმავლობაში. ამას აკეთებენ ძალიან ჩუმად, ძალიან კულტურულად და ძალიან წყნარად. მე ვერ თვით ცენზურა ერთვება. ეხლა მე ერთ სასაცილო ამბავს გეტყვი, ახალ წელს ვიყავი მოსკოვში, იქ შევხვდი, იმიტომ რომ 30-ში დამაჯილდოეს და გავხდი მოსკოვის ლიტერატორთა აი ამ სახლის წევრი და მეორე ის იყო რომ ჩემმა შვილმა მოიყვანა მოსკოველი გოგონა, ჩემი ტურისტი იყო ეს გოგონა ცოლად და გადავწყვიტე მძახლებთან ჩავსულიყავი ბარემ, ესეთი ამბავი გქონოდა ოჯახური და წარმოიდგინე, როდესაც დავდე ფოტო რომ ვარ მოსკოვში, ჩემი მეგობრების უმრავლესობა მომწერა რომ ჩვენც აქ ვართ. ვიღაცა არბატზეა, ვიღაცა სადღაც არის, ვიღაცა მოკლედ შოპინგზეა, ვიღაცა ქართულ რესტორანშია და ვეუბნები, კაცო, მარტო მევდებ ფოტოებს და აუ გეხვეწები რა, ახლა ვიღაცების თავი არ გვაქვს რა. ეს არის რეალობა. და რაც თავარია, ბევრმა მომწერა, რომ უიცი რა არის, ჩემმა ბიჭმა წელს ჩააბარა, იცი ჩემი გოგონა აქ სწავლობს, ანუ როგორც სტუდენტების მშობლებიც ძალიან ბევრი იყო წასული, მაგრამ მე მესმის ნიკა ერთი რამ, მე თავი მუდმივად, ესე იგი, ხორცაკები მანქანაში მაქვს ჩაყოფილი და მიჩვეული ვარ. ჩემთვის ბულინგი არ არის, ეს იცი რა, რომ აიმე ეს ჩემზე რა თქოს და რა მეშველება, ძალიან მარტივად ვიღებ, პირიქით ვთვლი რომ ესე იგი რახან ესე ძალიან ვაინტერესებთ ვიღაცას ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ ასაკთან ერთად, როდესაც ხვდები რომ კიდე გაბულინგებენ, ესე იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და შესაბამისად მე ამას ძალიან მარტივად ვუყურებ, ეს არის მამოძრავებელი ჩემთვის და ესე იგი ერთგვარი რაღაც ესე წახალისება არის, ჩემზე ცუდი თქვეს, ესე იგი მე მათ ძალიან ვუშვი ნერვებს და მე შევეცდები კიდევ ძალიან დიდი ხანი მათ ორბიტაზე ვიყო. მე მაგალითად ახლა ძალიან მტკივა ის მომენტი, რომ 60 წელს უახლოვდები და აქ ახლა ჩემს თანამომავლეებში არაერთმა მეგობრულად გონებრივია, ისე ხუმრობით გამოუშვა რა. შენ იმიტომ გაქვე ეს ნოსტალგიაო, თუმცა რუსეთში საერთოდ არ ვარ ნაყოფი. 58 წლის ვარ, 59-ში ვარ და ნაყოფი არ ვარ, მაგრამ ნუ ვინ იცის ახლა ეს და რო ის 37 რუბლიანი მაინტიანი ავიაბილეთები გასულ. მე წარმახსოვს ნიკა, მე წარმახსოვს. ჩემ დროს კი იყო სტუდბილეთები დაფრინავდნენ ჩემი მეგობრები 25 და რაღაც, მაგრამ მე მახსოვს
სამოქალაქო ომი, მე მახსოვს აფხაზეთის კონფლიქტი, მე მახსოვს 2008 წლის კონფლიქტი, როგორ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყავი დაუშვათ მოდი ეს პირდაპირ თქვა რუსეთის მხარეს ან რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი, ხო? 2006 წელი არ დაგავიწყდეს ეს პირუტყვით რომ შეაგდეს ქართველები თვითმფრინავში მოიყვანონ. რა თქმა უნდა. ილ-76-ით ნახირი რომ გადამავიწყება ის კადრები ხშემ მედიაში ყავს, და მედია აქტივობა, მაგრამ ახლა ჩემთვის როგორც მაყურებლებისთვის ეს ილ-76-ის უკანა ნაწილი რომ ჩამოვიდა და ტექნიკა გამოდის როგორც წესი და ხალხი ჩამოვიდა ეს ბარგი რო ეკავა. არც სახლი, არც კარი, არც ნივთები, უბრალოდ ხელბარგით გამოყარეს. მაგრამ ეხლა აქ დგება ერთი რამ, რომ გვემატება ასაკი, გვემატება ანალიზის უნარი, ხო, ეხლა ცხოვრებასთან ერთად გამოცდილება და ასე შემდეგ და მე და შენ და ჩვენნაირება რა უნდა იფიქროთ საერთოდ მშვიდობის დახმარებაზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს რა, რომ სხვანაირად არ გამოვა თუ არ დაველაპარაკეთ. ეს მე და შენ და ხო არ არის, ხო? არა. ჩვენ ეხლა რომ ესა როგორ ამბობენ, ხო, პაპზე მეტი კათოლიკები ხო არ ვართ. ნიკა, იცი რა, მეცად გეტყვი, მე ისეთი პროტესტი მქონდა, რომ მე მოსკოვში აი იმ წლებიდან, აი ეს რაც მოხდა, ხო, ქართველებთან მიმართებაში, პირველად მოხდი შემდეგ 2016 წელს. ანუ არ ჩავსულ ვარ, სოჩშიც კი არ ჩავსულ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე დედა მყავს სოჩიდან და იყო, რა ვიცი, დედა გარდამეცვალა ამასობაში და აი რაღაც ისეთი პროტესტი გქონდა, რომ ჩვენ არ წავედით. აი ვერ ჩავედით რუსეთში. იმდენად დიდი იყო ჩემს ოჯახში, რომელიც აი ეს დედა სოჩიდან არის, მამა ნახევრად პეტერბურგელია, იმხელა პროტესტი გქონდა ჩვენს ოჯახს და ეს ნორმალური მდგომარეობა. იცი მე დღეს Facebook-ზე დავწერე სტატუსი, მე ძალიან ესეთი გულდასმით ვსწავლობ აბვერის საქმიანობას. ძალიან მაინტერესებს ეს თემა. აი, საოცრად. ჯერ ერთი გაიხსნა არქივები და შენ ეს კარგად იცი, მეორე მსოფლიო ომის და მანამდე და ძალიან ბევრი რამე ამოვიდა და ძალიან ბევრი რამე გახდა ცნობილი და მაშინ როცა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, თავდაუსხმელობის პაქტს ხელი მოეწერა, თურმე აბვერი გამწარებული ჩამოსული იყო და გამწარებული მუშაობა მიდიოდა ამ საბჭოეთის ხალხზე გადაბირებაზე, ხო? ანუ უყურე, ჩვენ რომ დავიწყოთ ამის გახსენება, გერმანია რას აკეთებდა ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს, მერე მეორე მსოფლიო ომამდე და აი ამ პაქტთან ერთი ხელით ხელს აწერდა და მეორე ხელით აბვერი, ასე რა ვიცი, იმასავით ჰქონდათ, სასაკლაო ჰქონდათ რა, ვინც არ მოდიოდა მათ ავანტურაზე, კლავდნენ უბრალოდ და ეს საკმაოდ მაღალი საბჭოთა ელიტის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც აბვერს ესე თავის ჯიბეში ყავდა ჩასმული, ხო? წარმოიდგინე რა გამოვიარეთ ჩვენ, რა გამოიარა ებრაელმა ხალხმა. ქართველებმა რამხელა საქმე გავაკეთეთ, რომ მივეცით ქართული გვარები ებრაელებს, ხო შვილი დაბოლოებებზე ვამბობდით, რომ ისინი ებრაელები არ არიან, ქართველები არიან და საოცარი სამსახური გავწიეთ და საოცრად გვერდზე ვედეკით მართლა ტანჯულ ებრაელებს და ებრაელებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს რაც მოხდა, ეს არის იმედია, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ განმეორდება არასდროს. რა ვქნათ ახლა? დავწყვიტოთ გერმანელთან კონტაქტი? არა, რა თქმა უნდა. სად ვიმყავს, ხვდები რომ როგორ არა, რა თქმა უნდა. იყო წლების განმავლობაში იყო მათი ძალიან ცუდი ქცევა, მათი ძალიან ცუდი დამოკიდებულება, ეს არიული რასის იმპერატიულად მორთმევა და ყველაფერი რაც თამდევი იყო მათი და ჩვენ რა გავაკეთოთ? საერთოდ არ მივიღოთ მათთან მონაწილეობა მათთან ურთიერთობაზე და მე კიდე ერთი რამე მინდა გითხრა, მე დამაინტერესა როგორ შეიქმნა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იყო ესეთი გაეროს დონე და თქვა მაღალი დონე. აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ყველა ამ ორგანიზაციაში აბვერის გენერლები იყვნენ. აი ის ფაშისტები მონაწილეობდნენ. ეხლა დღეს ხო ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და თითო წელი რომ ამერიკაში წავიდნენ პროფესურად და გაეცალნენ და მე ისე ძალიან კარგად შეიკრიბნენ და დღეს მაღალი ჩინოსანი ქართული გვარით ბრიტანეთში, ნუ მისი ისტორია საოცარია. საოცარი ისტორია აქვს, ვისაც აინტერესებს ახლა არ მოვცდეთ ამაზე, წაიკითხოს ვისი შვილიშვილია, ქალბატონი, ახლა ეს მისი გვარი არ არის, მამინაცვალის გვარია და რა დგას მის უკან. ამიტომ ჩვენ რომ დავიწყოთ
ხო, დავიწყოთ გამოკიდება ამ ყველაფერზე, ხო? ერებს რომ გამოვეკიდოთ, რას მივაღწევთ? არა, და ზუსტად იცი, თუ გახსოვს, ჯერ კიდე შევარდნაძის დრო იყო და ნინო ბურჯანაძემ მას თქვა ერთი პერიოდი მომიტევოს თუ მეშლება როცა ნახავს ამ ვიდეოს თუ ნახავს რომ ესე იგი მოსკოვის მშვიდობის გასაღები დევს მოსკოვშიო. ხო და აი რამდენი წელი გავიდა ლალი 2026-ია და ხა მე ნიუ-იორკში ვარ და დღეს ჟენევაში დასრულდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ერთ მორიგი შეხვედრა, მოგვარების მცდელობის მორიგი შეხვედრა და ნუ ამერიკული დელეგაცია კვლავ ეს ლაიტმოტივს აჟღერებს რა, რომ უნდა მორიგდეს და ნუ რუსეთს სხვა გამოსავალი არ ქონდა. ის იცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს. წარმოგიდგენია და რითი განსხვავდება 2026 წლის ამერიკის თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს ფრაზა და აი დიდი ხნის წინ 20 წლის წინ ნათქვამი ის რომ მშვიდობის გასაღები მოსკოვში და ხო არაფრით. მუდმივად ამაზე ფორმა შეიცვალა თორე ხო იდეა აბსოლუტურად. სხვათა შორის ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებშიც ამას ამბობდა რომ მოელაპარაკეთ რუსეთს, შემდეგ ბაიდენის ამერიკა საერთოდ ამოვარდნილი იყო, ხო რაღაცა მართლა სხვა ორბიტაზე იყო. და ახლა რა თქმა უნდა ეხა შენ მე რაღაცა წამართვი. მე უნდა წავიდე და ჩემ მეზობელს ველაპარაკო რაღაცაზე? ანუ იცი რა იმან რაღაცა წამართვა და შენ დამიბრუნე. ანუ ვის ველაპარაკები? ეს არის ნორმალური, ოღონდაც უნდა შეწყდეს ეს არაფრის მომცემი ფორმატები. პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ აქვე უნდა თქვა, ერთია რომ მოჩქარეს დაუგვიანდაო, ხო? არის რაღაცები, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. იმიტომ რომ ის სიკეთე, რომელიც ახლა რუსეთმა გაუხსნა ქართველებს და მე ვერ აგიღწევ რა ხდება მოსკოვში. ესე იგი, ადრე არის მიხვეწები სანამ ახლა რუსეთზე, კერძოდ მოსკოვის ბომონზე თუ შეგიძლია თქვა და იქ ქართველებს რა როლი აქვს. საქართველოსთვის, ჩემთვისაც, იმდენად რახან მამყოფი არ ვარ, ჩემთვის ახლა პირველი პირი იყო საზოგადო მოღვაწე იყო ლევო ბოკერია, ხო? და ეხა ირკვევა რაც უფრო დრო გადის რომ უამრავი ქართველი პროფესორია რომელიც კლინიკის ხელმძღვანელიც კი არის სხვადასხვა მიმართულების განათლების სფეროზე რო არაფერი თქვა კულტურის სფეროზე რო არაფერი თქვა და აი მაინტერესებს შენ რო იმყოფები ხოლმე როცა შეხვედრები გაქვთ აი მათი დამოკიდებულება იმის შემდეგ რაც ეს უკრაინის ომი დაიწყო და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას აი ელიტების დამოკიდებულება იყო არის და იქნება კარგი ამაზე ნუ ვისაუბრებთ მოდი მე შენ რას გეტყვი იცი აგერ ახლა 2 დღის წინ ყოველთვის კარგი იყო ელიტების დამოკიდებულება 2 დღის წინ იყო ასევე არაჩვეულებრივი ქირურგის ამირან როინიშვილია თუ არ ვცდები გვარად რომელიც არის კარდიოლოგი მოსკოვში ბოკერიას მოწაფეა და ყველა საინფორმაციო გამოშვებაში იყო ამაზე ლაპარაკი რუსეთის არხებზე რომ აი ესეთი ქართული გვარით ნახევრად ქართველი რომ აი მამა ქართველი დედა რუსი და ესეთი და მე ბიძაჩემზე მოგიყვები ბიძაჩემი რომელიც იყო ბორის მოროშკინი ანუ მოროშკინი ვაჩნაძე რომელიც იყო აი ტიპიური კახელი გარეგნობით ისეთი შავკუხათმით მაღალი საოცარი ადამიანი იგი ის იყო მთავარი ექიმი კაშირკაზე არის ცნობილი ესე იგი კაშირკის შოსე სადაც არის ცნობილი ონკოლოგიური ცენტრი ის იყო მთავარი ექიმი და ჩასულ ქართველებს აი არ მომატყუებინებინებენ აი თუნდაც ახლა გივი სიხარულიძეს მე საიდან ვიცნობ ხო ახლა ჩვენ ოჯახებით მეგობრობ გივი სიხარულიძეს მეუღლე ძალიან ბევრი წელი კურნალობდა და ძალიან ბევრი წელი სიცოცხლე აჩუქა მაშინ ბიძაჩემმაც და იმ ონკოლოგიურმა კლინიკამ ძალიან ბევრი ქართველი რომელიც ჩადიოდა ამ კლინიკაში ბიძაჩემი უფასოდ უკეთებდა ოპერაციებს და როდესაც გარდაიცვალა მისი სახელობის ფონდია დღესაც ის პოზიციონირებდა როგორც ქართველი, ახლა როგორც მე პოზიციონირებ, მე ხო არა ვარ რუსია რა რეალურად. აი ბიძაჩემიც მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცხოვრობდა, მაინც ვაჩნაძე იყო და მაინც აი შავტუხა ქართველი კაცი იყო, რომელთანაც სუფრები იყო სახლში გაშლილი და სულ მრავალჟამიერი ისმოდა მათი ფანჯრებიდან და მე მახსოვს საუკეთესო ჩემი წლები ბავშვობის, როდესაც მოსკოვში ჩავდედი, ისევ საქართველოში ხვდებოდი და
ერთხელ მახსოვს დელეგაციით მიფრინა მოსკოვში ცოტა გავიცინოთ კიდეც და ბებია სოფიკო ვაჩნაძე მატანს გოჩს ბიძაჩემთან და ხა წარმოიდგინე აეროპორტში მე ოფიციალური დელეგაციით და ხა ბოლოკით პირში გოჩით რომ წასულიყავი და არამედ კი ბებო არ წავიღებ თქო და იცი მაშინ აი ამდენი ჭკუა კი არ მქონდა წადი რა და იქით გააკეთებინე ეს გოჩი ქართულ რესტორანში და მიუტანე ამ ბიძაშენს მაგრამ ნუ მეც ახალგაზრდა ვიყავი და ბებიამ ანდერძიდან ამომიღო ესე გოჩის გამო რომ მე ბიძაჩემს აი ხო იციო როგორ უყვარს ეს ქართული ყველაფერი და როგორ თხემალი და გოჭი როგორ არ მიგაქვს და მე წაწაულის ქურქში წარმოედგინე მაღალ ფუსლებზე და გოჭი დრასანახავი ვიქნებოდი შერიმიცოს აეროპორტში და ხო და დამოკიდებულება კაფიოდ შეცვლილი არის ჟურნალისტურ სფეროში, ექსპერტთა სფეროში, მაგალითად აი რამოდენიმე დღის წინ სალავიოვი, რომელიც გამორჩეული არის აი თავის ესეთი ანტიდამოკიდებულებით ყველას და ყველაფრის მიმართ, აი ხანდახან ესეთი სისხლიანი სცენებია ხოლმე მის ეთერში, რომელიც პირდაპირ პროპაგანდისტი არის კრემლის და არც მალავს, ისე მეც მეძახიან ოცნების პროპაგანდისტი და მე ძალიანაც მომწონს. ხო და აი ეს ადამიანი არ მალავ. ეს ადამიანი, ნუ აი შეასკდა ერთ-ერთ ექსპერტს, რომელიც ხოთაშორის წლების განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და უთხრა, რომ შენო რას ლაპარაკობო, რაო ქართველებსო, რატო უნდა უყვარდეთ, გაგიჟებითო რა, 2008 წელი აგერ ახლახანს არ იყო? ახლახანს არ იყო ჩვენ რომ აი ესეთ დღეში ჩავაგდეთო და ნუ ეს სახტად დავრჩი ეკრანთან, ვიფიქრე რომ მომეჩვენა, ეს ყველაფერი გადავაყვია, მე თავიდან ვუყურე, რომ რატო უნდა ვუყვარდეთო? და შენ რო ითხოვო, რომ ეხლა დაისაჯენო ის ქართველებიო, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგო ხო არიანო ადამიანები, ვისაც ძალიან გულზე არ ვეხატებითო. ეს მათი არჩევანიაო. და შენო რაღაც ძალიან ამერიკულად ლაპარაკობ ამაზეო. ხო, მახსოვს. ხო და იცი რა არის შეცვლილი? მე კარგად ვიცი რა არის რუსეთში, როცა შენ არ უნდიხარ. ეს არის ჩერნამაზიდან დაწყებული, ჩერნაკოჟიდან დაწყებული, ყველაფერს კადრულობენ. ეს არის აი რაც ვთქვით, გამოყრა, გაყრა, ეს არის საგადასახადოს გაგზავნა, ეს არის ისე პირობების შევიწროება საცხოვრებელის, რომ შენ უბრალოდ არ დაგედგომება. დღეს ქართველებს აქვს სრული კარდ ბლანში. სრული. გასგვიშვებოდა ონიშენკო. მინერალური წყლები დაღვინდა. ვინო მინერალური წყალი. ხო, და ეს ხო მარტივად გამოდის. გასოს ხმა რომ მოდიოდა ჩერნეჟოპის გვეძახისო რა. რა გინდა თქვენი პროდუქტი რატომ უნდა იყოს ჩვენთან? და დღეს იწყება გადაცემები ქართული ღვინით. ყველა, აი უყურე თან როგორ სახელწოდებები ხა არ წაიქცე. ჯონჯოლი, ელარჯი, გაგრა, თბილისი, ბაგები, კიკეჩი ეს არის რესტორნის სახელწოდებები. აი ვაკე დაავიწყდათ, ვაკე. არ დაავიწყდათ, არა, ვაკეც არის. არ დაავიწყდათ არც ერთი კუთხე კუნჭული, მთაწმინდა ვაკე, ყველაფერია. აი შეგიძლია იარო მოსკოვში და გონია რომ დადიხარ რაღაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ კუსტბაზე რო გვაქვს დაახლოებით. გუნია ხო და ნუ საოცრება ხდება და ახლა უკვე რუსები ისე კარგად ხო და კიდე რა არის ეხლა ჩინური რესტორნები ვისაც ქონდა გახსნილი და იაპონური ძალიან მოდური იყო ხო გახსოვს ეხლა 90-იანების ბოლო 2000-იანები ხო და იქ იყო ძალიან მოდაში იაპონა მამა და რაღაცები და გავიხედე ყველაფერი ქართულია ჩინური რესტორნებიც ქართულია და სომხებმა ჭკუა იხმარეს და სომხური რესტორნებიც ქართულია. მოგეთ, ყველაფერი ქართულია. ჩევიან ახლა სისმარტეთი. ძალიან კაია, მე რეცი რა არის? ჩვენ რო დიპლომატიაში მოვიკოჭლებთ ხოლმე რაღაცებში, სომხებმა გენაცვალე TNT არქიდან დაწყებული ყველაფერი მათ ხელშია. ფანტასტიკურა და კინოინდუსტრია და რა ვიცი რა არ მასაკნეს. სანამ ჩვენ ასე ძიძგილაობდით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი, სუყე ადგილები, რა თქმა უნდა, დაიკავეს სომხებმა, რა თქმა უნდა, დაიკავეს აზერბაიჯანელებმა და ჩვენ აი ამაზეა საუბარი, იცი, როდესაც მე 16 წელს გადავწყვიტე 2016-ში, რა არა, ახლა ჩავალ მე უკვე რუსეთში და მეც გამოუშვებ იქ წიგნს, რომელიც საქართველოში გახდა ბესტსელერი, რომელიც ფრანკფურტის ბაზრობაზე ძალიან დაჯილდოვდა და ესეთი მაღალი შეფასება მიეცა. მე მინდოდა რომ ოდესმე, როდესაც აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, რაღაც ჩაფენილი იყოს, რომ აი დევ წიგნი სადღაც არბატზე, თაროზე და არბატზე
დამერწმუნე რომ რთულია მოხვედრა არბათის ბიბლიოთეკაში, წარმოუდგენელია ციგნის სახლი არის. შენ როგორ მოახერხე იგი ციგნის გამოცემა ხა თან ორი. იცი რა არის, როდესაც წაიკითხეს, მოეწონათ, უბრალოდ აი დამიჯერე ამას ვერ ჩააწყობ რა, ხო რუსები განსაკუთრებით მკითხველიერია და იმას ვერ ჩააწყობ რომ დაგუგლო, ჩანს კომენტარები და როგორ მოწონთ და სხვათა შორის ვინც ძველი თაობის წარმომადგენლებმა შეადარეს დუმბაძის ენას, ანუ აი როგორც დუმბაძის ნაწარმოები რუსულად არ კარგავდა იმ რაღაც ქართულს, ხო? მე შევეცადე აი რაღაცა ესე დამეწერა რუსულად, ამე კი არ თარგმნე, რუსულად თავიდან დავწერე, აი ქართული ეთნიკური ჩანართებით, რომ როცა კითხულობ, იცოდე, რომ ეს ქართველი წერს ამას. ისეთი რუსულით კი არ წერია, წერია ლამაზად ჩაქარგული ქართულით, მაგრამ რა თქმა უნდა რუსულად და აი მიიღეს მადლობა 10 წელი, მოკლედ განიხილავდნენ ისა და მე მომცეს ეს წოდება, ეხლა მოსკოვში ლიტერატურის წოდების მიღება ძალიან რთულია, აი წარმოუდგენელია, მე როცა დამირეკეს ვერ დავიჯერე, რომ და წარმოიდგინე, გახსოვს NTV-ზე მიყავდა გადაცემა ლევ ნავაჟონოვი იყო ესეთი კორიფე პოზნერთან ერთად, ეხლა მე პოზნერის სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ნავაჟონოვი, რომელიც ეხლა 30 დეკემბერს მოვიდა ჩემს წვეულებაზე, რომელიც მე მოსკოვში გავმართე და ნუ ვამბობდი რომ ვიღაცას რო ეთქვა ჩემს ახალგაზრდობაში რომ ეს ადამიანი რომელსაც მე ხა NTV-ზე ვუყურებ როგორც ერთ-ერთ ძალიან ჭკვიან და გამოცდილ პოლიტიკოს როგორც რა ვიცი საოცრად ნიჭიერ ადამიანს და გონება გახსნილს მოვა ჩემთან ხელზე მაკოცებს და მომილოცავს ხა ეს არის პატარ-პატარა სიხარულები აღარ ქვია რა ვიცი ჩემთვის ეს დიდი სიხარულია მე ვთვლი რომ მე ამით კვალავ იმ გზას რომელიც უკვე გაკვალეს მსახიობებმა, მომღერლებმა, ბიზნესმენებმა, ყველა რესტორნიდან ცნობილი ქართველი მომღერლების ჰანგების მის მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები თვითცენზურა მუშაობს ბევრი უბრალოდ ამას არდებს ახლა ბრავო მეტეხი მაგალითად სიამოვნებით დებს კონცერტებს ხო მეგი გოგიტიძეს არაჩვეულებრივი ტურები აქვს მოსკოვში კახუჩელა რომელიც TNT-ზე ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი და ძალიან ხშირად არის კომედი კლუბის ასე ვთქვათ სტუმარი ძალიან ბევრი ქართველია გარდა იმისა ვინც უკვე იქ არიან ვთქვათ ნინო ნინიძეც და ნუ ეხლა თინა კანდელაკი და მე ტელევიზიაში ჩვენ ერთად გვერდ-გვერდ მივყავდა გადაცემები და ეხლა თინამ სხვათა შორის ჩემ წიგნს წაუწერა 2009-ში, იმიტომ რომ მე უთხარი რომ ეს წიგნი მე მინდა რომ მოსკოვისთვის იყოს მისაღები რუსეთისთვის და გამიკეთე პატარა მინაწერი და მადლობელი ვარ რომ ისეთ ჩემთვის საპატივცემულო ადამიანთან ერთად როგორც რამას საყვარელიძეა მანაც გამიკეთა ეს პატარა წინასიტყვაობა და ამიტომ გახსნილი არის იცი რა მოდი ნუ მოვიტყუებთ თავს რა ნიკა ყველაზე ცუდი ის არის რომ თავს იტყუებენ მიდიან კურნალობენ რუსეთში, ჭამენ სვამენ რუსეთში. რა ვიცი, ლამის არის, მე მახსოვს დედაჩემის დროს ჩირაძე ეკა იყო ესეთი სალონი და დედაჩემის თაობა გადაფრინდებოდა, გაიკეთებდა მას რაღაცას თავზე, გადმოფრინდებოდა უკან. მე ვერ მოვესწარი ამას, მე შემდეგი თაობაა და დაახლოებით იგივეა. სად მიდიხარ მოსკოვში შოპინგზე, სად მიდიხარ, იცი რა, წაულის ქურქისთვის, სად მიდიხარ მელის ქურქისთვის და აი ისე ბატონო ჩვენთან მაღაზიები რუსეთიდან ჩამოტანილი ქურქებით. არასდროს არ ყოფილა საქართველოში ამდენი ქურქი, იმიტომ რომ ნამდვილად უკეთესი ხარისხია და ფასიც. იცი რა არის, ჩვენ ახლა ჩვენი ემოციები, ჩვენი სენტიმენტები, რაც ბუნებრივია, რატომაც სურდა საერთოდ შენთან აი ამ ფორმატის სტრიმის ჩაწერა, სტრიმი არ არის, იწერება, ამ პოდკასტის ჩაწერა, რომ უბრალოდ ორი ადამიანის, ერთი რომელიც რუსეთში საერთოდ ნამყოფი არ არის, მაგრამ ხვდება რომ აუცილებელია მათთან საუბარი, ანუ მე და შენ რომელიც არ კარგავ რუსეთთან ურთიერთობა, ჩამოდიხარ და აკეთებ ზუსტად აი სახალხო დიპლომატიის ერთი ჭანჭიკი ხარ, მაპატია, შეიძლება ჭანჭიკი არა, შეიძლება უკვე დიდი ფიგურა ხარ. ნამდვილად ჭანჭიკი ვარ, ერთი პატარა ჯარისკაცი ვარ. დიდ საერთო საქმეში. შენ კარგად გახსოვს რომ იყო ესეთი მოლაპარაკების ფორმატი, საკონსულტაციო ფორმატი იყო კარასინი აბაშიძე. კარგად ეს დიდი ხნის წინ დაიწყო, მე მგონი შევარნაძის დრო და შენ მაშინ პრიძელი იყავი როგორც იტყვიან და აი როგორ ფიქრობ ეხლა აი მერეც გაგძელდა ხო და მოკლედ ნახირის თქმა მინდა ისე კითხვა მსურს რომ
ასეთმა ფორმატმა და თითქოს ამოწურა თავის რესურსი. ხვდები? იმიტომ რომ ჩადიოდნენ, მოკლედ დიდი ხანი იარეს, მე მგონი 15 წელიწადზე მეტი. ბატონ აბაშიძეს ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ რაც მის ფარგლებში იყო, ყველაფერს აკეთებდა. კარასინმა თავისი ამბავი თქვას. და აი ეხლა მე რასაც ვუყურებ, ხო, არის უბრალოდ მესიჯებით დამოკიდებულება, მესიჯებით საუბარია, ხვდები? აი ირიბი მესიჯი წამოვა იქიდან, ირიბი მესიჯი წავა. აი მაშინ მე გეტყვი, შეკითხვას გისვამ. აქედან ამ სუფრიდან. შენ რომ იყო ამერიკის რომელიმე აეროპორტში და გაიგო რომ ქართულად აცხადებენ რეისს. მითხარი რა შეგრძნება გექნება? ძალიან გამიკვირდება და ნუ გამიხარდება ალბათ, უფრო გამიკვირდება ვიდრე გამიხარდება, ხო ამერიკაში. და შენ წარმოგიდგენია რომ რუსეთში ქართულად აცხადებენ. მე ჩაწერილი მაქვს, გამოგიგზავნი ვიდეოს თუ გინდა, სპეციალურად მიდევს კიდეც ჩემ ვიდეოებში დევს და ამბავია. ეხლა ახალი წლის. ანუ მანამდეც იყო ერთხელ რომ ვიყავი და მართლა მეგონა რომ მომეჩვენა, მე სპეციალურად დაველოდე რომ ჩამეწერა და თან ბიჭექი ქართულ რესტორანში ნუკოვოში გამოფრენას ველოდებოდი და ასე აჭარული ხაჭაპური მიდევს მოკლედ მივირთმევ და ქართულად აცხადებენ და თქვი რომ აი ხა მე მინდა ყველა პოლიტიკოსი მოვიყვანო აქ დავსვა და ვკითხო მითხარით რომელიმე ქვეყანა სადაც ქართულად აცხადებენ რეისებს ეს ხომ არის პატარა არც ისე პატარა ლამაზი აი ესეთი გადადგმული ნაბიჯი პატარა არ არის ხო ესენი ეგ აღიარების მომენტია რატო გეუბნები ხა 150 მილიონი ცხოვრობს რუსეთში ხო ქართველები რამდენი ვართ 1.200.000 იქ აი წარმოიდგინე ხო და იქ დაუშვეს ეგ დასაშვებად მიიქნეს რომ გამოაცხადოს ეხლა შენ ამერიკაში ნაყოფი ხარ აქ მაგალითად ესპანურ ენაზე რო აცხადებ ეს ნორმალური მომენტია ხა ავტომოპასუხაზე ინფორმაცია ხო ესპანური ხო გეუბნებიან ან ინგლისურად ან გადადი ესპანურზე ან რაღაც ამდაგვარი ეხლა ნახე როგორი მომენტია რაღაცა ისეთი გზნობა მაქვს თითქოს იმიტომ რომ მე დიდი ხანი საქართველოში არ ყოფილვარ და 10 წელიწადია თითქმის უკვე რომ იცი როგორი მომენტია თუ გადაწყვიტა არსებულმა ხელისუფლებამ რომ ხიდები გადოს სამშვიდობო ბუნებრივია ხო მაშინ უნდა ეს ხიდები გადოს და ისე რომ დაუშვათ ევროკავშირში გვინდა დროშა გვინდა ნატო გვინდა აქაც გვინდა იქაც გვინდა და გვინდოდა ბატონო გვინდოდა რეალურად გვინდოდა არა მაქედან მივდივარ და კარგად ახსენე რომ ეს ზონა არ არის ჩვენ იმის ფუფუნება არ გვექნება რომ ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ ეს ჩემი შიდა მწამსია ჩვენ შეიძლება მიუმხრობლობა კონდეს და ანუ კონფლიქტებში არ ჩავებათ როგორც ამიერკავკასიაში ყოველთვის ესე ვიყავით სომხეთი აზერბაიჯანის კონფლიქტი როდიდან იდმიდეს ხო ჩვენ ვიყავით ესეთკი მოლაპარაკების ისა ველი მაგრამ აი სადამდე შეიძლება აი ეს ყველა პოლუზე მოქმედება თუ ეს უბრალოდ ასეა მოდი უყურე მე შევეცდები მთავრობის ადვოკატირებას და გეტყვი რატომ დღეს რაც ხდება საქართველოში უპრეცედენტოა შეიძლება ვიკითხოთ რომ ამდენი წელი სად იყავით ხო რატომ არ ისჯებოდნენ ადამიანები კოლ-ცენტრები იქ ნარკობარიგები იქ ისინი და წარმოიდგინე ზუსტად ახლა რაც ხდება წარმოიდგინე რამხელა წნეხი მოდიოდა ჩვენ ხომ იმ კარტელის ნაწილი ვიყავით ჩვენ ხარ ვიყავით იქ საქართველოში ვიღაცა მწამალი გაყიდა მეყიდა არა დიდი კარტელი ანუ ეს ორი ადამიანი პირდაპირ თქვა კობახიძე მდინარაძე დაეტაკა მსოფლიო ნარკოკარტელს ერთი და კოლ-ცენტრებიც გლობალური მოვლენაა ლოკალური ქართული მოვლენაა კარტელურია ეს ყველაფერი და წარმოიდგინე ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მე სულ ვამბობ რომ იცი რა მინდა შეგახსენო ჩვენი ახალგაზრდობის ფილმი იყო 8 ფეხა თუ გახსოვს კორადო კატანიო ეს ფილმი უნდათ გადაეღოთ როგორც ბრძოლა აი ნარკომანტიკების აი ამ კარტელების წინააღმდეგ მაფიის წინააღმდეგ და იცი რომ არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში დადებითი გმირი მოკლეს ფილმშიც კი არ გამოუვიდათ
მე ისე კარგად მახსოვს, მაშინ ვერ ხვდებოდი რა იყო და მე მივხვდი, შენ იმ ფილმს გიკვეთავს ის სახელმწიფო, სადაც როგორც ჰოლივუდის დამკვეთი, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო, სადაც იყო მაგალითად გენდერული თემები, ეს თემები, ის თემები, ვიცით ხო როგორ შემოდის ჰოლივუდში, თემები, რომელიც უნდა გატარდეს. ბატონ შოთასთან მქონდა ეხა 2 დღის საინტერესო ინტერვიუ მაგ თემაზე ზუსტად. ხო, და ზუსტად ანალოგიური იტალიაში ფილმის სცენარიც კი ვერ გაიტანეს ისე, როგორც რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობას უნდოდა, მაგრამ არ უნდოდა მაფიას. დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირ მსოფლიო კარტელთან ბრძოლა. აი ამ ბრძოლაში ეხლა ჩვენ კიდევ ვთხოვოთ, რომ არიქა ეხლა მიდი გაქანდი მოსკოვში და დაჭიქი და დაელაპარაკე, იმიტომ რომ მოადგილემ რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დროა საქართველოს აი ჩვენ ვაძლევთ საშუალებას და გამოხატოს პოზიტიური გზავნილები, იცი რა არის? ეს მანაც იცი რისთვის გააკეთა? ეს შიდა აუდიტო, ესე აფხაზებისთვის გაკეთებული განცხადებაა, რომ ემანთ დიდხანს აღარ იქნებით ისე როგორც ხართ. ეს ანუ რუსეთმაც ეს განცხადება გააკეთა არა საქართველოსთვის. ეს იცი როგორ არის დებატებში, როდესაც ორი სხდებიან ორნი. ეს ყველაფერი მიმართულია, ახლა როგორც მე და შენ რომ ვლაპარაკობ, ჩვენ საუბრობთ მაყურებლისთვის და აუდიტორიისთვის. ზუსტად ასე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა გარე აუდიტორიისთვის, აფხაზებისთვის, ეს არის პირდაპირ მათთვის გაკეთებული განცხადება. იმიტომ ტირიან აფხაზი ბლოგერები, იმიტომ არის საოცარი, აი გოდება აქვთ ატეხილი სოციალურ ქსელში და ცხადია, პრემიერ-მინისტრმა რა უნდა უპასუხოს, რომ მე რა კარგია მოვფრინა? ცხადია, რომ ჩვენსას ვეუბნებით, მაგრამ სხვა ტონია. ანუ დიპლომატიაში ხო იცი, აი ნახევარ ტონებს აქვს მნიშვნელობა, წერტილმძიმეს, რა დროს არის წარმოთქმული ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, ჩვენ გარდაუვალი გზა გვაქვს იმისკენ, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ, იმიტომ რომ აფხაზეთში გაუქმებული არის რეგისტრაციის ოფისები, აფხაზეთში არის უმძიმესი სიტუაცია, თეთრი აღარ იხარჯება და ისედაც ბევრი არ დახარჯულა მათი განვითარებისთვის. ანუ ისევე როგორც ცხინვალი, მე ცხინვალში პირველად რომ ჩავედი, ვთქვი რომ ეს რა საშინელებაა, მეთქი კაცო, სოფელიც არ არის მეთქი, რაღა, სოფელს რაღაცა ინფრასტრუქტურა მაინც აქვს, და მაშინ ძალიან ნაწყენები დარჩნენ, მაგრამ ნუ რეალურად ასეა, ხო, ახლა რაღაცა ისეთი მოცარიელებული მინდორი, საკმაოდ ნაცრისფერი და განვითარება, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ნული. ერთი ტერიტორიაც მეორეც, რომელიც რუსეთს რო უნდა რაღაცის აყვავება, აგერ მკითხეთ მე, სოჭთან გამოისყიდეს იმერეთის დაბლობი, ეს არის სოჭის მიმდებარე ტერიტორია, ჩვენი თავობა. იმერეთისკაია დალინა გამოსყიდული. ხო, იმერეთისკაია, აბარა, ეს არის დაგომისის მიმდებარე ტერიტორია. ოდითგანვე ხა ჩვენ თავის დროზე ხა გენერალმა მაზმიაშვილმა თავის დროზე რო დაიჭირა სოჭი და მე ბრიტანულმა დაზვერვამ უკარო გამოიყვანა, ეხა დილამდე შემიძლია ამაზე ვისაუბრო სოჭის ისტორიაზე, მაგრამ ეხა ის დღეს არის რუსეთის ფედერაციის, იქ რუსეთის ფედერაციის სადაც პუტინის საყვარელი ადგილია და რომ უნდათ აღორძინება, იცი რა გააკეთეს, აი ჩათვალე რომ მთებში პეტერბურგი რომ მოჭრა და მთებში ჩადგა. აი ეს არის დღეს კრასნაია პალიანა. ანუ იმერეთის დაბლობი, რომელსაც ქვია წითელი მდელო. შეიძლება შოქში ჩავარდა ისეთი სილამაზე. ანუ შეგიძლიათ თქვა რომ რუსეთს რომ დომოდათ, იქ გააყვავებდნენ ყველაფერს. აი მე მაგალითად ნამყოფი ვარ ყველგან, მთელ მსოფლიოში. ნუ ხა მე მონტე-კარლოს და იმაზე, ახლა მონტე-კარლო საერთოდ არ არის ისე გაპიარებულია, ვიცით, კარგად, ხო? ახლა ის მასშტაბები არ არის. მასშტაბის ნახვა, თუ გინდათ, აგერ ჩაბრძანდით ბატონო კრასნაია პალიანაზე, ეს არის მთებში პეტერბურგი. და საოცარი სასრიალო ადგილები და ხო ოლიმპიადაც ხო ჩატარდა იქ და როცა უნდათ გაკეთებდა, შენ უნდა ნახო როგორია მოსკოვი, შენ უნდა ნახო როგორია პეტერბურგი, შენ უნდა ნახო როგორია კაზანი. ანუ ქალაქები ისე დამშვენდა, ისეთი ძვირფასი გახდა და მაშინ როცა დაიქცა აფხაზეთი და დაიქცა სამაჩაბლო. არაფერი თეთრი არ იხარჯება, სავალალო მდგომარეობა არის და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს იმედებს, რაზეა ლაპარაკი, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ის ობიექტური რეალობა, რომელიც არის ქვეყნებს შორის რაღაცა, მოდი, ნუ გავისულელებთ თავებს. ომის დროსაც კი არსებობს სპეცხაზები.
ომის დროსაც კი არსებობს მოლაპარაკებების რაღაცა პატარა ნაწილი მაინც. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ჭრდილოვანი მოლაპარაკებები შეიძლება მიდიოდეს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გადასარევად გვაქვს გაგებული ერთი რამე. როგორც კი ჩვენ ჩავერთვებოდით მეორე ფრონტში და უკრაინას დაუდგებოდით გვერდზე და როგორც გვეუბნებოდა არესტოვიჩიდან დაწყებული ყველა, რომელიც დღეს განუდგა ზელენსკის, ყველა, რომ თქვენმა დედებმაც ჩაიცვან ძაძები და დაგვეხმარონ ჩვენ, ისინი ყველა ცხოვრობენ საფრანგეთში, უშავერში მშვენივრად ისვენებენ, შვეიცარიაში არიან, ბელგიაში არიან, ვიღაცა ნაწილი ამერიკაში წავიდა და ისინი ჩვენ გვასწავლიდნენ, როგორ უნდა დაგვეხოცოთ ჩვენი ბოლო გენოფონდი. უკანასკნელი გენოფონდის დახოცვას გთხოვდნენ. 3 მილიონი ქვეყანა, 3 მილიონი. ნორჩა, ბოლო გენოფონდი ხარ, აი გენეტიკურად რო შეხედო, ხარ ბოლო გენოფონდი, დარჩენილი ეს არის 18-ზე ზევით და რაღაცა რამხელა გენოფონდი, ნუ 35 წლამდე, ხო, გამრავლების საშუალება როდესაც აქვს ადამიანს. მორჩა, მეტი არა გაქვს. ფიზიკურად არ ხარ. კარგად გაგახსენდა რა. ესე იგი რუსები ხო გამოყარეს, ეხა უკრაინელები არიან. უკრაინელებმა ჩაანაცვლეს. ხო როგორ მოგწონს არა? და როგორი კონცერტები და როგორი ამბები აქვს. კუპაინკებში გეწევები და კი, კიევში ქვაქვაზე აღარ დარჩა და კურშევში ბაზა გააკეთა. საპრულად. რა გიტყვირთ ეხოცები, რა შენ კუშაველი არ ვიყავით, მაგრამ თბილისში დიღმის რესტორნებში ტაშფანდური კარგად მახსოვს, იქიდან ბიჭებს რომ მოასვენებდნენ და დღემდე ვერ ვიტან ყვავილებს და ყვავილების სუნზე მხოლოდ ერთი ასოციაცია მაქვს, ჩემი კლასელები და ჩემი ჯგუფელები და ჩემი მეგობრები, რომლებიც აფხაზეთში წავიდნენ და დარჩნენ. და ჩემი უახლოესი რა ვიცი სისხლი და ხორცი და იმდენი ყვავილი მაქვს მიტანილი რომ ვეღარ ვიტან დასანახად ყვავილებს ხო ეს ჩვენი პირადი ჩვენი თაობის ტრაგედია იცი რა არის ვინ ლაპარაკობს ომზე მარტივად ვინც არ იცის რა არის ომი მე ყარყარაშვილი მყავს დედა ჩემი ოჯახი არის გია ყარყარაშვილი ჩვენ გოჩა ყარყარაშვილი იქ დავტოვეთ და ვერ აი ესე გადმოსვენებითაც ვერ ვასვენებდით აქეთ მხარეს ხო და რა ვიცი თუ რამე შეიძლებოდა ყველაფერი და გია დღეს გამოდის და ამბობს მე აფხას მიუტევებ ძმა დავკარგე ამ ომში მეგობრები დავკარგე და მე მიუტევებ დღეს აფხას და შემიძლია მეც ბოდიში მოუხადო და აი ამით დავიწყოთ მიტევებით დავიწყოთ სიტყვით დავიწყოთ სიყვარულით დავიწყოთ და როდემდე ხა კიდევ ერთხელ ვამბობ გერმანელებს და ებრაელებს მაშინ დღემდე უნდა დაეხოცათ ერთმანეთი ერთზე არ უნდა დარჩენილიყო არავინ ებრაელებმა რა აპატიეს გერმანელებს ხო ბავშვებს რო აგლიჯავდნენ ცოცხლად ორგანოებს და კი განვითარდა მედიცინა მეორე მსოფლიო ომის დროს რის ხარჯზე რომ ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს ეს უნდა დავიწყდეთ ებრაელებს დავიწყდეთ კი არა ჩახუტებულები არიან ერთმანეთთან და ჩვენ აგერ ამდენი მაშინ მოდი ესე ვთქვათ ბევრიც არ იყო გასული მეორე მსოფლიო ომის მერე როდესაც ძალიან მალე მოხდა გერმანელების და ებრაელების ესეთი ინტეგრირება ერთმანეთში უბრალოდ თითქოს აი რაღაცა ბოდიშის ექსკიუზი ქონდათ ესეთი რომ თქვათ უფასოდ ასწავლიდნენ ებრაელ ბავშვებს რა და ამით როგორ უნდა გამოისყიდო ის რაც ხდებოდა და ის ყვითელი ვარსკვლავი როგორ უნდა გამოისყიდო კარებზე დაბატოლი ხო ამიტომ იცი რა ჩვენ გვახსოვს ისეთი აი მართლა კანიბალიზმის ისტორიები მართლა კატასტროფა მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის ფუფუნებას რომ ერებმა ერთმანეთთან აღარი ურთიერთობა ჩვენ მეზობელს ვერ ავირჩევთ ის არის ჩვენი მეზობელი დიდია ხო ხაზი ახსენე წითელი ხაზი იგულისხმე ანუ ჩვენ წითელი ხაზი არც არავისთან გადაგვილახავს და არც მათგან ანუ წითელი ხაზი ჯერ კიდე არ არის გადალახული არც აფხაზეთთან არა იცი რა არის რა თქმა უნდა იყო ურთულესი სამი ომი გადავიტანეთ ხო და მეოთხე სამოქალაქო და სამოქალაქო ომში არ ქონდა იგივე წითელი ხაზები გადაყვეტილი ერთმანეთს რო ვესროდით რას იმათ როგორ უნდა ელაპარაკო ხო იმიტომ შეგეკითხე ხო შეხოიცი რომ ომი არ უნდა დაიწყოს თორე ომი არ იცის წითელი ხაზი ომი თუ დაიწყო და ადამიანმა ადამიანს ესროლა მოსულა ყველაფერი იმიტომ რომ შენ შულს მოგიკლავენ შენ წახალ იმის ყველაზე უცროს შულს მოკლავ ეს არის აქსიომა და ამაზე არ შეიძლება აი მე სულ ვამბობ რომ შვილკვდარ დედაზე საშიში ჯარისკაცი არ არსებობს იქ დამთავრებულია ყველაფერი ყველაფერზე მიდის აი როგორც ცხოველი თავის იმას მონაგარს იცავს ცხოველი ხდება ხალი ხო ხალი გენეტიკურად ვაღიაროთ რომ უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცი ხო
და აფთარივით ხდება და ამიტომ მოდი რა ნუ გააფთრებ ამ ჩვენ ქალებს რა ჩვენ იქ მე იმიტომ სულ ვამბობ რომ დედას გეფიცები აი მოს ქალებს ვეხუტებოდი ხოლმე რომ ჩავდიოდი და ერთ-ერთ სოფელში უნდა ჩავსულიყავით მოკლედ ერთი მეომარი მოკლეს ქართველი და აი ხა გეფიცები ხო იცი ჯერ ხე ცნობილი ფაქტია და ხე ტყუილს როგორ ვიტყვი ეთერში და ზოგადად არ მახასიათებს ტყუილები აი ესეთი აკინძული ძაბზე ყურები ეკიდა მოჭრილი ყურები ერთ-ერთ ქართლის სოფელში ვიყავი უბრალოდ რადგან ახლა მეომარი გარდაიცვალა ჩავედი სამძიმარზე ყურები ეკიდა ანუ რამდენი მყავდა მოკლული ოსიმდენი ყურს აჭრიდა და ძაბზე კიდებდა გიждდება ხალხი ფსიქიკა წარმოუდგენელ ტრანსფორმაციას განიცდის სისხლის დანახვაზე. სისხლი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკი. აი ახლა ეპშტეინის კუნძულზე რო არის ამბავი ატეხილი, რატომ ხო ის პატარა ბავშვის სისხლი ის არის იმდენად დიდი ენერგეტიკია, რომ იმისი ორგანიზმში მოხვედრით გაახალგაზრდება მიდის, ფუნქციების შეცვლა მიდის. ანუ რასაც ეს მილიონერები ხო ხედავთ, რომ 100 წლის გახდა, 120 წლის გახდა, კარგად გამოიყურება კიდე, ხო მილიონერები ხო არ კვდებიან. სულ ცოცხლები არიან. ანუ ეს ბავშვის სისხლი, ადენოქრომი, რომელიც გამოიყოფა, გაწამებული ბავშვის სისხლი ხო ადენოქრომს გამოყოფს. და ანალოგიურად არის, აი უყურე სისხლი, როდესაც აი ბევრი რამეა, ხო ჩვენ ვიცით, რომ მე ხა ეზოთერიკაშიც ესე მაინტერესებს ხოლმე რაღაცები, რატომ არის რომ სისხლი ითვლება მაღალ ენერგეტიკულ ესეთ როგორ ვთქვა, გამოყენებად საშუალებად, როდესაც იქ ჯადოა, იქ რაღაცა უბედურება, იქ რაღაცა თუნდაც იგივე საომრად მიდიოდნენ იქ სისხლიან ემას იკეთებდნენ, ხო რაღაც დამცავებს. ეს არის მაღალი ენერგეტიკა. ის მაღალი ენერგეტიკა შენ ადამიანი ამას ვერ უძლებს, ფსიქიკა ვერ უძლებს ამას. და მიდის ანუ შევთანხმდეთ რა ომი არ უნდა მოხდეს ისინი ვინც ეს აკაცუკები შმაკაცუკები აი ვიღაცა ვინც ითხოვა ჩვენ წავიდეთ ეხა ჩვენ შევვარდეთ ასე ვისთან მიდიხარ ერთს რომ მოგიკლავენ ერთს მერე შენგან რა დარჩება ბუნდღა არ დარჩება შენ და მერე მე უნდა წავიდე და მე უნდა შევაკვდე ხო იმიტომ რომ შენ არ ხარ მეომარი შენ არ მოგამზადეს ესე იგი მთავარია ტყვი არ გავარდეს თორე მე იქ უკვე მორალური ზნეობრივი მხარე არა მორალური არ არის შენ არც შენც იგივე დაგმართ მეც იგივე დამომოქება ეს არის კიდევ ერთხელ გეონები ეს არის ენერგეტიკულად გარყევს ეს სურათი ეს უბედურება ეხა ადამიანი არ შეიძლება არ შეიშალოს უბედურებას რო უყურებს ხო ეხა ნორმალური ადამიანი იშლება მისი ფსიქიკა იშლება ხო იცი რა არის აი მაგალითად ეხა ვინც ნამყოფი იყო საკონცენტრაციო ბანაკებში ვისაც ეს გამოვლილი ქონდა ყველაფერი შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი იცოცხლა ბევრმა ადამიანმა და მე რომ დაინტერესად ფსიქოლოგი რატო ცოცხლობენო იცი რა ისეთი რაღაცეები ორგანიზმს უკვე გამოცდილი და ნანახი ქონდა რომ მე დანარჩენზე არ რეაგირებდა და ანუ ეს როდის არის იცი ადამიანი არ ეკარება ბევრი დაავადება როდესაც ნერვული უჯრედი რეჩხს იზამს რა და გაითიშება მე უკვე აღარაფერი არ გაინტერესებს რატომ არის ნათქვამი ყურე გიჟი ძლიერია როცა შენ მენტალური პრობლემები გაქვს, შენ ვერ აღიქვამ იმ სიძლიერით სამყაროს, როგორიცაც ის არის რეალურად. ამიტომ შეგიძლია ყველაფერი. ბუნებრივი მუხრუჭი აღარ გაქვს, არა. აღარ გაქვს უკვე ალბათ. არა. და შეგიძლია ასე. წინ და რასაც მოინდომებ ისაკი. ამიტომ მე მგონი რა ვიცი გამგებმა მინდა გაიგოს რომ ჩვენი მთავრობა აი ძალიან ბევრი უკიტინეს მიდი ახლა და ჩავეხუტოთ რუსებს და აღვადგინოთ ეს ყველაფერი და ბიჭო ესე არ გამოდის რა ნელ-ნელა ნაბიჯ აგერ ღვინო გავიდა კონიაკი გავიდა მანდარინი გავიდა ვაშლი გავიდა კომბოსტო გავიდა მწვანილი გავიდა ყველაფერი შედის ქართული ბორჯომი ნაბეღლავი გააიც შენ ვერ წარმოგიდგენია მაღაზიაში დადიხარ გონია რომ მეში ხარ ქართულ სუპერმარკეტში ასაგები რა მაინტერესებს იცი აი როგორ ფიქრობ საზოგადოებაში აი რუსულენოვანი ცუდი ნათქვამია რუსებში მოდი ესე ვთქვა ხო აი რომ მარკეტი ახსენე და ის ბორჯომზე ხა ეს ყოველთვის სენტიმენტები ქონდა და ურთიერთობა გაწყდა მომდიოდა ხმები რომ ბორჯომს ეძებენ დახლებზე აი რომ შედიხარ ჩვეულებრივად მოიხმარენ ამ ქართულ პროდუქტს თუ მაინც ძირითადად ჩვენ ვართ მომხმარებლები
არა, ჩვენზე ძალიან არიან უკვე. არა, საერთოდ ჩვენ არ ვართ მომხმარებლები. არა, მე რო ჩავდივარ, ვეძებ რაღაც რუსული შევჭამ, მოკლედ აღარ მინდა ეს ქართული და. არა, არ დაიჯერო. პირიქით რუსი მომხმარებელია და რესტორანში სხვათა შორის რუსეთში იცი რა გააკეთეს მათ ამ ომის ფონზე ძალიან დაბლა დაწიეს ფასები. სუპერმარკეტში განახევრებულია ფასები, რესტორნებში განახევრებულია ფასები. ანუ შენ იქ ბევრად უფრო იაფად ჭამ ხაჭაპურს, ვიდრე ვთქვათ იგივე საქართველოში. როგორ ბევრად უფრო ნახავთ ქართულ იაფად რეალობას, არა? რუსეთში ხო, ფასები დაწიეს და ჩვენთან ძალიან დაწიეს. იცი რა, ისე კი არ დაწიეს უბრალოდ. აი, ადამიანები ამოასუნთქეს სოციალურ პლატფორმაზე, იმიტომ რომ იქ მათი შვილებიც იღუპება, ეგრე ხო არ არის? ხა მარტო უკრაინელი ხო არ იღუპება და იცი ეს ერთგვარია, ეს სახელმწიფომ დათმობა გააკეთა, გადასახადები დაწიეს. აი ეს ყველაფერი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. ეხლა შენ თუ გინდა კაი მანქანით სიარული და მაგალითად აეროპორტში გინდა რომ მანქანა კაი მანქანით მიგრია და დაალოდებინო, ძალიან ძვირია გაჩერება. ანუ ხტები რაღაცა სერვისები, რომელიც ცოტა ლაქშერი არის, ის ძვირფასია, მაგრამ ის რაც ყოველდღიური ხმარების არის, ეგ არის თქვა სუპერმარკეტის პროდუქტი და რესტორანს რა, იქ როგორ არის, იცი, ძირითადი ქსელი არის ხინკალნაია ქვია. და ამ სახინკლეში იგულისხმება არა უბრალოდ პატარა სახინკლები, დიდი რესტორნები, დიდი დარბაზები და ყველანაირი ხინკალი, ყველანაირი, აი ჩვენი ცომეული ხაჭაპური, ასეთი, ისეთი, მოკლედ ყველანაირი და კარგად იციან უკვე ქართული სამზარეულო. ანუ ჩვეულებრივად რომ მიდიან, მენიუც არ ჭირდება, ისე უკვეთავენ. ოღონდ ეს არის მასა. ეხლა უყურე კიდე ერთი რამე. მე კარგად ვიცი რა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სწავლობდი აბვერის მუშაობას, მაინტერესებდა და რა თქმა უნდა სწავლობდი კგბ-ს მუშაობას. იმიტომ რომ არის რამოდენიმე ნაწარმოები, მაგალითად ედუარდ ტოპალი, რომელიც ამერიკაში წავიდა ემიგრანტად იციშენეს, მან საკმაოდ საინტერესო წიგნი დაწერა ჩუჟოელიცო სხვისი სახე ქვია. თუ გექნება საშუალება, მე აუცილებლად არ მაქვს შეიძლება საკითხული, მაგრამ ვიცი ეგ წიგნი. ძალიან საინტერესო წიგნია. ეს არის ზუსტად ადამიანზე, რომელიც არის დანტისტი, რომელსაც უნდა ემიგრაციაში წასვლა ამერიკაში და აი რა ხდება, როგორ ხდება, მერე როგორ მიდის, მერე როგორ, ну აი ძალიან საინტერესოა, მაგრამ იქ არის უფრო საინტერესოდ მოყოლილი რას გადიოდნენ და როგორ ხდებოდა გადმობირება, როგორ ხდებოდა ამ საზღვარგარეთთან წამოსულ ხალხზე ნადირობა, აქედან წამოსულზე და აი ეს ყველაფერი, მაგრამ იცი რა მინდა გითხრა, რომ როდესაც სადღაც პანდემიამდე 4-5 წლით ადრე კორპუსები აშენდა ბათუმში, მაგალითად, სადაც მოსკოველები ცხოვრობენ, პეტერბურგელები ცხოვრობენ, ეკატერინბურგელები ცხოვრობენ, ანუ კორპუსებზე გეუბნები. მე შე კი არ გეუბნები ორი კაცი ცხოვრობს. კორპუსები, რომ ტიკ ბავშვები ბაღში დადიან, აი ჩაიარა 20 ბავშვმა 20 რუსულად ლაპარაკობს. მაშინ მე უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ რაღაცა ხდება თქო. ანუ ბუფერული ზონა მინიმუმ 100,000 რუსით უკვე დიდი ხანია არის თურქეთის საზღვართან. შენ როგორ გონია რომ 100,000 რუსი ჩვენ ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტეს რომ თბილისში უნდა ცხოვრება? ეს არის სპეცსამსახურები, სიარულზე ეთყობათ. ძალიან ცუდი რეზონანსი ქონდა მაგას, რომ გავდევნოთო მოკლედ არაქრისტიანებია, იმიტომ რომ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და ეხლა ჩვენ აფობიაში ვარ ჩავგვითვალა ჩვენი საუბარი და უცებ გამრავლდნენ რუსები. აი როგორც შენ თქვი, აი ერთი ხელის ბალანსი შეიცვალა, იცი რა არის? ამაზე ამბობდნენ, რომ ეს არის დივერსიაო და აი როგორ ფიქრობ ეს რა იყო საერთოდ? მე მამას ფიქრობ რბილი ძალა არის, რა თქმა უნდა რბილი ძალა. ახლა უცებ აღმოცენა უყურე, იქ გარდატყდა, ვთქვათ, ის მუსლიმური ბათუმი უფრო მეტად გახდა სლავური. მარტო რუსები არა, უკრაინელები. მე ერთხელ ვიდეო გავაკეთე, იქ გადავიღე უკრაინული მანქანა, რუსული მანქანა, არა, სლავური, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ როდესაც 10-20,000 ჩადის რომელიღაცა ქვეყანაში, ეს არის სპეცსამსახურის ძალიან ისეთი კარგად ჩატარებული ოპერაცია. შენ ყველას ვერ მიედევნები. მე შენ ხო იცი როგორ მუშაობენ სპეცსამსახურები, ის შეიძლება ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ იმ ოჯახში დაბადებული არ არის, ის უკვე სპეცსამსახურზე მუშაობს. ეს მარტო საქართველოში ეს არის ინგლისში, ეს არის ამერიკაში, ეს ჩვეულები, აგ სნოუდენზე ფილმი ნახე, ძალიან საინტერესოა. ანუ ჩვენ რო არ შევიდეთ, იცი რა, ადრე როდესაც პანდემიაზე ვლაპარაკობდი, ბევრი ამბობდა, რომ აი ახლა რაღაცები, კონსპიროლოგია, ისე მე აღმოჩნდა, რომ ძალიანაც სწორს ვამბობდი. ეპშტეინის კუნძულზე ვამბობდი, თურმე სწორს ვამბობდი. ახლა კონსპიროლოგია კი არ არის. ასე ბრტყელი სივრცე არ არის ჩვენი ცხოვრება. დინებებია.
სულ აი შენ თუ ამ დინებებში არ ჩაყევი და რაღაცა იქ ზედაპირზე არაფერი არ დევს. ზედაპირზე დევს დებილებისთვის. იცი რა, სასარგებლო იდიოტებისთვის, რომელმაც აკრიფეს ზედაპირიდან ნამცეცები, მე რაღაცები გადმოაფრქვიეს და გონიათ რომ ჭკვიანურს იძახიან. ამ დროს სასარგებლო იდიოტები არიან და ხუთიანზე ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც მათთვის არის გამიზნული. ლალი, ჩემო კარგო, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი იყო და ეხლა მინდა უშუალოდ კონკრეტულ თემებზე გადავიდე და შენი აზრი მაინტერესებს, შენი კომპეტენტური როგორც საზოგადო მოღვაწის და ასევე მე ვიცი რომ შენ რიგ მიმართულებში პროფესიონალური განათლებაც გაქვს და აზრიც მოგეკითხება. რას ფიქრობ ჟენევაში აი ამ შეხვედრას? არაბეთი, თურქეთი და უცებ შუაგულ ევროპაში, რომელმაც რუსეთს გამოუცხადა ოფიციალურად ომი, არ უშვებს არავის, უარი თქვა ენერგომატარებლებზე და უცებ ჟენევაში ხდება ეს ყველაფერი. რას ფიქრობ? იმიტომ რომ იცი რა, მე ვფიქრობ რომ ეს ოპირობა რა არის, ეს რა იყო? არაფერი გარდატეხის ევროპის პრინციპულობა ეს არის, ევროპის. ხო, ნუ ხო, ევროპა როდის იყო პრინციპული, ხო? მეორე მსოფლიო ომის დროს ავიღოთ ევროპა, ხო, რომელიც საროსკიპოებოთ იყო გადაქცეული და მშვენივრად, ესე იგი, გერმანელებს ასე წაუწვა ევროპა გადასარევად, ხო? ოღონდაც მათ სახლებს არავინ არ შეხებოდა. ამიტომ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ საერთოდ პრინციპულ ევროპაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმდენად გართულდა სიტუაცია და უფრო ყოველი ზამთარი უფრო კარგად აჩვენებს, როგორ ძიმეთ არის ევროპაში მდგომარეობა. ხა მე მთელი ჩემი ოჯახი ნახევარზე მეტი ევროპაში ცხოვრობს, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი. ფასები, ძალიან კარგად ვიცი, თქოა ეს რაღაცა ენერგო მატარებლების მდგომარეობა და თითო ოჯახში როგორ გაძვირებულია და დამძიმებულია თუნდაც გათბობა ზამთარში. მე კარგად ვიცი ბავშვები რა რთულ პერიოდს გადიან იგივე სკოლებში ეს გენდერული სისულელეები და მეტნაკლებად კი არა და მეტად ქრისტიანული მხარე და სტაბილურობა აღმოჩნდა რომ რუსეთმა დაიჭირა. ეხლა ძალიან კარგად ხდება ევროპა რომ კრიზისი უღრმავდებათ, ხო? ეხლა ევროპა ცდილობს გადარჩენაზე, ამერიკა ცდილობს პირველი რომელი ბრენდი გავარდა ეხლა, ხო, ამ დღეებში, აგერ მაკდონალდი. და გერმანიაში ერთი მეორეს მიყოლებით იკეტება უზარმაზარი 100 წლიანი კონცერნები, ხო? შესაბამისად, გადასარევად იციან, რომ მიგრაციის თემა, აი ამ გათბობა გაგრილების თემა, სამსახური, სკოლაში ბავშვების თემა, მაგალითად, ჩემმა დეიდაშვილმა ბავშვი, რა ვიცი, მე-9 კლასში იყო მე მგონი და სკოლაში გადავიყვან და დაუბრუნდებოდა. რატო გადაიყვან მეთქი და იცი რა არის, იმდენად მაღალია რომ პედოფილიის პროცენტიო, რომ მასწავლებელი გვეუბნება, რომ ჩვენო მაგალითად ვერაფერზე თავს ვერ დავდებთო, მოიყვანეთო, ჩავიბარებთო და მე გაგატანთო. ეს ხდება პარიზის ცენტრში. სადღაც კი არ ხდება რა. ის რომ ძალიან ბევრმა ქართველმა უკვე თქვა და ბევრი ემიგრანტი ვიცი სხვათაშორის, რომელიც ბევრი ვიცი, რომელიც დაბრუნდა, რომ ის პრობლემა, რომელიც გინდათ ამერიკაში იდგა და რომ არა ტრამპი, ხო, უფრო გაღრმავდებოდა, რომ სქესის გადაკეთება, ეს ის, იცი რა არის, მოდი ესე ვთქვათ, ევროპა მარტო ის ხო არ არის, ცუდი ევროპა და მარტო ცუდები. ეხლა მე ისეთ ღირსეულ ხალხს ვიცნობ და ისეთ არაჩვეულებრივ და დრავის ნახევარცხოვრება ევროპაში მაქვს გატარებული, ისე ტკივად თავის დაკნინებული სამშობლო, რომელიც აღარ არსებობს და არსებობს ევროკავშირი და არ არსებობს ცალკე საფრანგეთი, ცალკე იტალია, ანუ თვით იდენტიფიკაცია დაკარგული აქვს. და ეს კავშირი რისთვის იყო საჭირო, ხო, რომ ბრიუსელს მე დიდი საპარსი აიღო და ეპარსა ყველა. დღეს ხვდებიან, რომ ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდნენ. ის ჟენევის ფორმატი, რომელიც რეალურად ბლა 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 არის, რაღაცა პატარა რაღაცა მაინც გამოსჭვივით ხოლმე იქიდანაც, ხო? ეხლა ხო ჩანს რომ გავარდნენ, ისევ შედიან რუსეთში, ისევ ეძებენ დიპლომატიური გზების აღდგენას, ფრენები არ გაჩერებულა, ახლა ნიცის აეროპორტში მაგალითად, რა ვიცი, ყოველი მეორე რეისი მოსკოვში მიფრინავდა და პეტერბურგში ეხლაც. აი ამ ახალ ამბებს ვამბობ, ხო, ეს ხო არ არის ხა შორეული. ამიტომ ბევრი რამე რაც ჩვენ გგონია რომ აი ევროპამ ყველაფერზე უარი თქვა, არაფერზე უარი არ უთქვამს, რუსული რომელიმე მაღაზია დაიკეტა, არ დაკეტილა ევროპაში რა. ამერიკაში დაიკეტა ბრაიტონზე რუსული მაღაზიები, სადმე დაიკეტა რამე? მეცად გეტყვი, ლუკოილის გასამართი სადგურები მუშაობს, ბენზოგასამართი.
ხო? ხო და ამიტომ ახლა ევროპას რაშია იცი ახლა გაჭედილი რომ ტრამპი მაგრად აწვება ხდება რომ ამ ომში მარტოა დარჩენილი პირისპირ აი ამ თავის უბედურებასთან ხდება რომ უკრაინაში აგერ ყოველდღე როგორი განცხადება კეთდება ხო სხვადასხვა მერციდან დაწყებული ვინ არ აკეთებს უკვე განცხადებას რომ ეს ომი აღარ უნდათ და ეს მეტი ვერაფერს ვეღარ მიცემენ უკრაინელებს რაც მიცეს იმაზე მეტი ანუ იცი რა არის ბრძენსა და სულელს შორის ხო იცი სხვაობა რაშია რომ ბრძენი არასოდეს არ შევა იმ სიტუაციაში საიდანაც ჭკვიანი ადვილად გამოვა რა და არც ბრძენები აღმოჩნდნენ არც ჭკვიანები არ აღმოჩნდნენ თავით ჩაერჭნენ იმ პრობლემაში საიდანაც უკან ვერ მოდიან და ამასობაში ზელენსკი გაზულუქებული, გამდიდრებული, იქ სიდედრის სახელზე, ცოლის სახელზე გაგანია ომის დროს ცოლი წავიდა და ეს სახელობითი ბრილიანტები იყიდა. აი წარმოუდგენელი ამბავია. ისევე როგორც 2008 წელს საქართველოში მაღაზიაში იცი რა გაიყიდა ყველაზე მეტი? რომელ წელს? 2008 წლის აგვისტოში. თბილისში მაღაზიაში რა გაიყიდა? საცურაო კოსტუმები. ყველაზე დიდი რაოდენობა. ხტები შენ, იმიტომ და ხო კარგად გახსოვს, წითელი ხიდი რო ააჭრელა ჩვენმა მაშინდელმა პოლიტელიტამ და ასე გარბოდნენ ჩემოდნებით და იმით, იცი რა არის? დასაწყისში, რა თქმა უნდა, ეს არის აგენტურული ქსელი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგი რამე თქვა, ჩვენთან შეხვედრა ჰქონდა ოქტომბერში. და ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ზოგადად და თქვა ასეთი რამე რომ მეო სააკაშვილს სახელს და გვარს კი არ ვებრძოდიო მე აგენტურულ ქსელს ვებრძოდიო მე იმიტომ ვლაპარაკობ დღეს აი აბვერზე იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს კგბ-ზე აგენტურული ქსელის მუშაობა თუ არა გაქვს შესწავლილი ვერ მიხვდები აქ რა მოხდა ვერ მიხვდები სოფლიოში რა მოხდა ვერ მიხვდები Mi6 რას აკეთებს ვერ მიხვდები აგერ ფილმი რა თქინდა ჰოუმლენდი გადაიღეს და გადასარავად გამოჩნდა იქ ბოლო კადრი კრემლიდან არის გადაღებული ლამის არის ხო იქ კონცერტი და ამბავი ანუ გელაპარაკებიან და გეუბნებიან რომ საბოლოო ჯამში ყოთელი აგენტურა ერთმანეთშია გადახლართული დღეს ეს ჭირდებოდათ უკრაინასთან ეს პოზიცია აგენტურას იმიტომ რომ იარაღი უნდა გაეყიდათ, იქ მიწები უნდა დაეცარიელებინათ, იქ ჩვენ ნახეთ რომ ალბანეთი გამდიდრდა იმდენი იარაღი იყო იქიდან წაღებული, ხო, ნახევარზე მეტი ვერც ჩავიდა. ანუ რატო აწყობდა ევროპას განაახლეს თავისი რეზერვები, რუსებმა აწყობდათ თავისი ჟანგიანი იარაღი, დახარჯეს და ეხლა აგერ არეშნიკები და რა ვიცი, ახალი ულტრაბგერითი იარაღები გამოვიდა. ამერიკამაც ასე, ანუ იცი რა ქნეს, უტილიზაცია მოახდინეს, უბრალოდ უტილიზაციასთან ერთად, მეტალის უტილიზაციასთან ერთად ადამიანების უტილიზაცია მოხდა. ეს არის ყველაზე მძიმე, თორე ვიღაცას კი არ აინტერესებს უკვე მე უკრაინელი მტკივა, იმიტომ რომ ჩემთვის სხვაობა რუსსა და უკრაინას შორის არასდროს არ ყოფილა. ისევე როგორც აფხაზი, ქართველი და ოსი გენეტიკით ერთია, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი გენეტიკურად ერთიერია. ამიტომ ჩვენ გადავიტანეთ, ხო? და მინი რეპეტიცია რო ჩაატარეს 2008 წელს და მე იცი რა გააკეთეს? 2008 წელს ზუსტად იცოდნენ რომ აი ეს იქნებოდა უკრაინაში. ზუსტად ტიპაჟითაც, ფსიქოტიპითაც ისეთივე მოძებნეს ზელენსკი, სააკაშვილის ნაირი. უბრალოდ იქ იყო როგორი დათქმა, იცი რომ ზელენსკი უფრო კარგი მსახიობი უნდა ყოფილიყო. და ზელენსკი უფრო კარგი მსახიობი გამოდგა, იმიტომ რომ აგერ წლებია მაინც დგას. სააკაშვილმა ვერ გაძლო 2 დღე. და გვახსოვს ჩვენი სამარცხენო კადრებიც. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გარანტია ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეუხლობობის გარანტია სააკაშვილს რა თქმა უნდა მიღებული ჰქონდა, ამ თამაშიც ვერ გაყვა, ცუდი აგენტი აღმოჩნდა. და მე იყო ისეთი დათქვა, რომ მოდი კარგი მსახიობი ვნახოთ, წავიდნენ მოსკოვში, ჩავიდნენ, ჩამოიყვანეს ზელენსკი და მაშინ მოსკოვში რა თქმა უნდა მისი ფილმები ამოღებულია ახლა პრაქტიკულად ძალიან საინტერესო ფილმები ქონდა იმასთან ჯერთი სცენაზე ყველგან იდგა კირკოროვთან ერთად და ეს გალუბოი აგანიოკის წამყვანი იყო წარმოიდგინე და გალუბოი აგანიოკში მივიდნენ აი ეს ომამდე ვამბობ 3-4 წლით ადრე როდესაც ეს სლუგა ნაროდა გადაიღეს ეს ფილმი წამოიყვანეს და ასწავლეს უკრაინული ერთი სიტყვა უკრაინული არ იცოდა ზელენსკი ჯერ ერთი არც არის უკრაინელი წარმოშობით ებრაელია ხო მაგრამ უკრაინასთან მას შეხება როგორც ასეთი კარგი მსახიობი მე მაგრამ ძალიან მომწონდა როგორც მსახიობი სიამოვნებით ვუყურებდი მის კომედიებს
ეს განახვა არ შემიძლია, იმ კომედიასაც ვერ უყურებ, ის ჩემი საყვარელი ფილმები, რომელიც იყო, იმასაც ვერ უყურებ, იმდენად ხდები, რომ აი სისხლის მსმელ ტიპთან ასოცირება, თუნდაც რომ კარგი მსახიობიც არ მინდა მაგის სხვა ფილმს შევხედავ, რა მაგის ფილმებს უყურო და ამიტომ გეუბნები, რომ ეს კრახით დასრულდა, უბრალოდ ზელენსკი უყურე, ზელენსკი კრახი არ იყო, ზელენსკიმ შეასრულა ამოცანა. ეხლა ერთადერთი ფინალური სცენა რაც არის, ან უნდა მოკლან, ან უნდა აორთქლონ, ან უნდა მე რაღაცა სადღაც ოპერაცია გაუკეთონ და იდენტიფიკაცია შეუცვალონ და ამასაც არსებობს ამის საშუალებები და საერთოდ გააქრონ ამ იმიდან და რაღაცა ფინალამდე ხო უნდა მივიდნენ, იმიტომ რომ ტრამპი ითხოვს ფინალს. ტრამპს ევროპა ვერ ეწინააღმდეგა და იმიტომაც არის ხო, ძალიან ეჩქარება. ჯერეთი ტრამპს ეჩქარება, იმიტომ რომ ნელ-ნელა სამომავლო პრეზიდენტებს ამზადებს, ხო, ხედავ ხა, უკვე გამოკვეთილი ფიგურაც არის, ხო? უკვე ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი. მას სჭირდება ეს. მას სჭირდება პუტინთან. ეხლა ხო ვიცით ჩვენ რომ ალიასკაზე ყველაფერზე მოილაპარაკეს. ალიასკის შეხვედრა ხო იყო ფენომენალური. წარმოუდგენელი იყო. რომ მიფიქრებდა რომ ამერიკის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტი ხა ამერიკის პრეზიდენტი. გაბედავდა პუტინი, ჩავიდოდა იქ, სადაც ამერიკულ ტერიტორიაზე, ხო? და ჩავიდა და უთხრა ეს ჩვენც არის ისეო. რამე რო იყოსო და იქ რაზე მოილაპარაკეს იმ სცენარით მივდივართ. მეზობელო გახსოვს რომ მიმართა? მეზობელო რომ მიმართა. ხო და ხო და კავკასიის საკითხიც იქ დალაგდა, იქ გადაწყდა. ეხლა მე ერთი რა მომწონს იცი მთელ აი ამ ჩვენს ამიერკავკასიურ ჭიდილში, რომ აზერბაიჯანელები და სომხები მუდმივად ხტებიან პოზიციიდან პოზიციაზე. გამოსავალია რა გინდა როქნა. არა, ნუ რა იცი რა არის ინაშემი ვაშე ხო იცი ჩვენ გამოსავალი არა, აი აზერბაიჯანელს ეხლა ქვეყანა უდგას უკან და სოხება რა უნდა. ხო და ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ უფრო დინჯად პარანაბიჯებით, მაგრამ დინჯად მივიდა. აი გამოკვეთილად დინჯი პოზიცია გვიჭირავს და მე მომწონს ეს პოზიცია. მე მესმის ხალხის სურვილი რომ დაჩქარებულად იყოს პროცესები, მაგრამ შარშანწინ იმასაც ვერ ვიფიქრებდით, რომ ფრენები მაინც აღდგებოდა. და აი ეს მაინც ძალიან რაც ძალიან დაეხმარა, მართლა ოჯახები წლობით გადახვეწილები იყვნენ და ეს სავიზო რეჟიმი კატასტროფა იყო და ნუ დღეს ამითი მაინც და მე მინდა გითხრა სხვათა შორის შეხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ მოდის ელჩად. ჩვენ შეიძლება ხა ესეთი საელჩო როგორც ასეთი არ ქვია, მაგრამ შვეიცარიის ინტერესთა ესა ხო გამტარებელი განყოფილება და ნუ პრაქტიკულად ელჩია ხო ეს ადამიანი ძალიან მაღალი რანგის დიპლომატია გამოგზავნილი. ბოდიში რუსი? ხო, ევროპიდან. ოლისოვი არა, ესა რუსი ძალიან მაღალი დონის, რომელიც ძალიან ხშირად ატარებს ქართულ ექსპერტებთან შეხვედრას, ძალიან ხშირად კულტურულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ირაკლი ჩხიკვიშვილის მერე, რომელიც ასევე გამოგზავნილი იყო 2002 წელი იყო თუ არ ვცდები, აი რაღაცა ზუსტად შევარდნაძე როცა ალაგებდა, როდესაც მეც მიმიწვია, მოკლედ აი ეს წლებია. და მაშინ დაინიშნა ჩხიკვიშვილი საქართველოში და რუსებმა თქვეს რომ როდესაც ამხელა პაუზა არისო ქართული გვარით რო გიგზავნით ელჩსო ეს არის ჩვენი პატივისცემის ნიშანიო და მაშინ ბატონი ირაკლი არაჩვეულებრივი დიპლომატი და არაჩვეულებრივი ელჩი იყო რუსეთის საქართველოში და ნუ ძალიან შეყვარებული ისე ცხადია მის ისტორიული სამშობლო საქართველოზე ამხელა პაუზის მერე კვლავ ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი, იმიტომ რომ დიპლომატიაში წოიცი შენ არის რანგები, ზოგი ბიშტულეიკა ქვეყნებიდან არის, ზოგი სერიოზული ბექგრაუნდით არის. და ძალიან სერიოზული ადამიანი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, მეც გავიცანი, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, მე პრაქტიკულად ერთი რუსი ვარ. აი ესე რომ ვთქვათ, რომელმაც გვარი არ გადავიკეთე, იდენტიფიკაცია არ შევიცვალე და ვამბობ რომ არის ჩემში რუსული გენეტიკა. მე ვარ ქართველი, მაგრამ არის ჩემში რუსული გენეტიკაც და ამიტომაც ჩემი დიდი სურვილი არის რომ ჩემი ბაბუების სასაფლაოები აი ესე ჩავახუტო ერთმანეთს თბილისსა და მოსკოვში. ჩემი ბებიების სასაფლაოები, ჩემი წინაპრების დედაჩემის გარდაცვლილი და რომელიც სოჭია დასაფლავებული კონდეს საშუალება. ანუ მე მინდა ის საფლავებიც ყვავილების მიტანა მინდა უპრობლემო და არ მზდიან რომ აი შენ ეს წაღებით მოღალატე პუტინის მონა და ასე შემდეგ. ეს ხო
ის იყო რაც შექმნეს. იგივე იმ სპეცსამსახურების შექმნილი ძალიან ცუდი ხარისხის საპნის ბუშტია, რომელიც გასკდა. და ახლა ეს დიპლომატი მე ვფიქრობ არის მაჩვენებელი იმის რომ რაღაცა პატარა კიდევ ერთი დადებითი. ანუ უყურე ქართულად გამოაცხადეს, აცხადებენ აეროპორტში. ელჩი ჩამოდის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი. შეიტანეს, რა ვიცი, ქართულ იმას მიაკ ბაზარი, ხო, პროდუქციას და ახლა კოკა-კოლა ხო ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც შევიდა. და აი ეს ყველაფერი ჩვენი საქართველოს რა შტაბი. თქმა უნდა, მხოლოდ ქართული კოკა-კოლა იყიდება რუსეთში. ბატონო? ქართული წარწერებით. უი მართლა? მე ამაზე გავაკეთე რეპორტაჟი, იმიტომ რომ იცი რა არის, ხოთი ადამიანს ესე თუ არ ანახე, არის ჯერებს და ამიტომ აი ეს ყველაფერი სხვათა შორის ბევრმა არ იცის რომ რუსეთში ამბანის ძეგლი დგას. პირველი ამბანის ძეგლი წერეთელმა, ზურა წერეთელმა, არაჩვეულებრივმა ჩვენმა, რა ვიცი, თანამემამულეებმა, აცგანსვენებულმა, რომელსაც ბევრი სიკეთე გააკეთა და ეხლა მისი შვილი ხელმძღვანელობს ამ სამხატვრო აკადემიას, ამბანის ძეგლი დგას შუა რუსეთში. ჩვენი დედოფლების და მეფეების ინკრუსტირებული ტაძარი დგას შუა მოსკოვში, ახალი. აი მეტი რა ვიცი ხა თუ არ ჩავიდნენ და არ ნახეს. მე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო, რამდენი რამეა ქართული ახლა იქ. აი იმიტომ მინდოდა რომ შენ ყოფილიყავი დღევანდელი ჩვენი საუბრის მონაწილე და დიპლომატია ახსენე და ნახე როგორი მომენტია ჩვენი პოლიტიკოსებისა და ზოგადად პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ნაწილი ამბობს ასეთ რამეს. ჯერ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, შემდეგ გავიაროთ step by step სხვა დანარჩენი ცხინვალის კონფლიქტი, სოხუმის კონფლიქტი. არის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ჯერ გაიწვიონ აღიარება და შემდეგ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა. როგორ ფიქრობ, რომელი უფრო მართებულია, რომელს უფრო აქვს წონა? იცი რა არის, როცა უნდათ რომ რაღაცა გააჟღერონ, მედვედევის პირით აჟღერებენ, როგორც თავის დროზე ჟირინოვსკი ამბობდა, თურმე რამდენ ახსოვს ხო? საინტერესო ამბავს, ხო? ეხლა მედვედევმა თქვა, რომ ეს ასე სულ კი არ იქნებაო, აფხაზებს უთხრა რა. ანუ ეს აღიარება გადაიხედებაო რა, მუდმივი არაფერი არ არისო. ანუ ბევრი ნაბიჯი გადმოდგეს, ხო? ჩვენც გადავდგით. პირდაპირ თქვა, ის რომ ჩვენ არ დაუწესეთ. რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ვალი, ხო? ხო, ჩვენ მაგიტომაც ვამბობ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმი რა, იმ მოცემულობაში. ახლა მე ვფიქრობ, იმის გამო რომ ჩვენც გვყავს იქ წარმომადგენელი, ანუ საელჩო, რომელიც მუშაობს, რომელსაც ყავს პირველი პირი, მეორე პირი, მესამე პირი და ასე შემდეგ, მძღოლი, მანქანა. ანუ ეს ხო რეალურად, მოდი, ესეც ხო არის შემოგდებული, აი ესეთი თავსმოხვეული რაღაცა ჟენევის შვეიცარიის საელჩოსთან. ისიც ქართული საელჩო აქვს და ისიც რუსულია იქ. ხვდები? ანუ ეს არის თამაში. და რომ დავანებოთ ამ თამაშს თავი და თქვა რომ ეს ელჩია ბატონო ერთ ქვეყნის და მეორე ქვეყნის და ჩვენ ბალანსია ხო ის საელჩო. ჩვენ ვინახავთ საქართველოს ვინახავს. ჩვენ ხელფას ვინ უხდის ახლა ჩვენ წარმომადგენელს. მაგრამ ალბათ ჩვენ აბა მეტი ვინ გადავა. რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბალანსია. რა თქმა უნდა და იმიტომ გეუბნები რომ დავანებოთ ამ კუკუდამალობანას თამაშს თავი და 20 კაცი რომ მუშაობს იქ საქართველოს საელჩოში და წლებია რომ იქ არიან და რეალურად ეხა მოდი რა უფრო მეტი ფუნქცია მიეცი აწი გადავიდეთ რეალურზე ხო არიან მაინც იქ ფულს ხო ვუხდით ესე ხო არა რომ ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა ყავს ბატონო წარმომადგენელი ყავს და სრული სტაფი მუშაობს. ისე კი არ არის რომ მე მივედი დილთკარები გავაღე და მე წამოვედი. არა, სრული სტაფი მუშაობს. ოჯახები წაიყვანეს, ოჯახებისთვის ბინები იქირავეს. ანუ ჩვეულებრივი მუშაობა მიდის. როგორც აქ გამოაგზავნეს რუსეთის წარმომადგენელი და იქირავეს ბინა, მანქანა, მთელ სტაფს. ზუსტად ჩვენს გავაგზავნეთ, ჩვენმა საგარეო უწყებამ. წლებია უკვე ოჯახებს ცხოვრობენ, ბავშვები სკოლებში დადიან. ანუ არსებობს დავხუჭოთ თვალები? გავიდებულოთ? სიმართლე გითხრა, სანამ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ცოტა ადრე, ხო? მე ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო. მე არ ვიცოდი. მე მეგონა რომ მარტო მესიჯებით საუბრობდნენ მართლა. არა, რას ლაპარაკობთ? მთელი უწყებაა. ხო. ხო და აცი გავშალოთ ეს თემა. ეს უწყებები, აი ვიზავი ერთმანეთის, ერთ მაგიდასთან დავსვათ. ეხა შენ ვის მიმართავ? რუსებს თუ ქართველებს?
ახლა იცი რა არის ეს ორივე მხრის გადასაწყვეტა და იქნება კიდეც ეს არის ხვალინდელი დღე რა ჩვენ ხა საუბრობთ იცი რატო ბევრი რამე დაალაგდა და კიდევ ერთხელ ვამბობ იმის ილუზია რომ შენ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა და მხოლოდ შენ ასე იბერია გაფრთხილდება და არც თურქეთი გაინტერესებს არც რუსეთი გაინტერესებს არც აზერბაიჯანი და სომხეთი ასეთი მოცემულობა არასოდეს არ იქნება სომხეთიც გვაინტერესებს აზერბაიჯანიც გვაინტერესებს რუსეთიც გვაინტერესებს და რა თქმა უნდა თურქეთიც გვაინტერესებს აი მაშინ ვიქნებით ჩვენ ძალიან ძლიერები ყველასთან რომ შევძლებთ ჯეროვან მოლაპარაკებას ყველას თავისი მივცეთ და ყველასგან ჩვენი ავიღოთ რაც საჭიროა ეს იქნება მიმოსვლა ეს იქნება გზები ეს იქნება რაღაცა სარკინიგზო მიმოსვლა თუ რაც იქნება ჩვენ უნდა ვნახოთ ყველაფერში ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი სარგებელი და კიდევ ერთი რამ რამშტაინები გვახსოვს ყველაფერი გვახსოვს აი მინდა ყველას უთხრა რა დაიცვეს უკრაინა რამე გააკეთეს უკრაინისთვის ჩვენ როცა შემოგვითვალა ერთ-ერთმა დიპლომატმა რომ დაიწყეთ კაცო თქვენ ომიო და 1-3 დღე გაუძლებთ და მე ტყეებში გაიყიზნებით და ბებია თქვენისამ რა ესე იგი მე შვილები ტყეში უნდა ვიყოთ ჩვენ გახიზნულებიც ვიყავით ყველაფერი გადავიტანეთ და 4 ომმა გაიარა ჩემ ხრებზე და არ მინდა ჩემმა შვილებმაც კი ნახეს ომი და არ მინდა რომ შვილიშვილმა ნახოს ეს ხო ყველა ნორმალური ჯანმრთელი ბებიის, ბაბუის, საქართველოს მოქალაქის სურვილია. რა დღეს უკრაინელი ბავშვები დაიცვა ვინმე? უსაფრთხოების ქოლგა ქონდათ? რა ქონდათ? აი მითხარი, ერთი ადამიანი მითხარი, მარიუპოლის სასაფლაო და შენ მე საზარელი კადრებია, 1000-ობით საფლავიროა. და რამდენი კიდე ისე დაიკარგა, რამდენი უგზო-უკლოდ დაკარგულია, როგორ იჭერენ ქუჩაში და როგორ 2 მილიონი ადამიანი გააქრეს. 2 მილიონი, 44 მილიონიანი ერი 20 ეგრევე წავიდა და დატოვა ქვეყანა, 20 დარჩა და გამოიხშირა, შენ წარმოიდგინე რომ ერთი არის ვინც გარდაიცვალა, იმათი ოჯახები, დაჭრილები, საზარელი პირობებია, მე იქაც და აქაც მე ჩვენ ნახეთ გაცვლა რომ მოხდა, ხო, იმას ტყვეთა ეს არის საზარელი სურათია, ხო? საზარბაზნე ხორცი და არ მინდა ჩემი ჯიში არ მინდა საზარბაზნე ხორცი, კაცო, ბერხვით, ხო? მინდა ცხოვრობდე, არ მინდა რომ მიკიტინებდეს თურქეთი, არ მინდა რომ ერდოღანი ასე ხან თურქი მეზღებით მიკიტინებდეს, ხან ამით, ხან თავის რუკაზე დატანებული კონდეს ბათუმი, როგორც თავისი ქალაქი, domestic fly რო წერია, ხო? ადგილობრივი ფრენები და ბათუმი არის მითითებული, მითხარი რა არის ეს? ეს იმიტომ რომ როგორც ჩანს გვემსახურება თურქული ავიაკომპანია და ბათუმი არის ადმინისტრაცია. ვინ შემოიყვანა წავი სააკაშვილმა და 9 ლარი ღირს წყალი. 9 ლარი და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეხლა რომ აეროპორტებს აშენებენ. ხო, ტავ არის, ტავ ჯორჯია, ხო. ხო და ეხლა კარგი გადაწყვეტილება რომ ვაზიანის ბაზაზე აშენდება, თელავში აშენდება, ქუთაისის აეროპორტი სულ სხვანაირი უფრო მეტად გამართულად მუშაობს ვიდრე თბილისის, იცი და აი ამიტომ არ ვიცოდი. ხო, ანუ თურქეთი აქედან გვაწვევა ყარსის ხელშეკრულება ვინმე დაავიწყდა და სხვათა შორის ვადა რომ გაუვიდა პუტინი ჩავიდა და თითი დაუქნია ერდოღანს, ახლა ვინც არ იცის დეტალები, მე ვიცი და ვეტყვი. რომ საქართველოზე ხო იცი მან ყარსის ხელშეკრულებაში როგორ არის ის კი არა რომ საქართველო ის ბათუმი გადადის თურქულ მხარეს თითქმის მთელი გურია გადადის ანუ აჭარა გურია აჭარა ხო იმერეთ გურია და აჭარა ანუ როგორც კი გავარდება ერთი იარაღი ერთი ჩოჩქოლი ბათუმში და ასე გურია და აჭარა აღარ გაქვს ერთადერთი გარანტი დღეს ამისი არის რუსეთი რომ შენ გურიანად არ წაგიღონ არდა ჩვენი გაბრწყინებული ბათუმი, რომელიც ძალიან მოწონთ და თურქები შაბათ-კვირას გადმოდიან, მშვენივრად ერთობიან, სვამენ კიდევაც, ეწევიან კიდევაც და სეირნობენ და ცეკვავენ. იმიტომ რომ შენ იცი რომ ერთი არის სტამბული როგორც ცხოვრობს და მეორე არის თურქული ქალაქები, რომელიც ძალიან კონსერვატულია, ძალიან. ტრაბზონში მაგალითად ლუცვერდალებ. თამაშიც არ შეიძლება. არა თუ თამაში არ შეიძლება, აი, არ უნდა ისუნთქო. ეს არის კონსერვატული ქალაქები.
და თავისი მუსლიმური წესით და ადათით და კი ბატონო მათია და ჩვენ არ ვერევით. თუმცა ოდესღაც მანდაც ჩვენი ტერიტორიები იყო და აქ რა გვჭირდება? ესე იგი, აჭარაგაგურია იმათ უნდათ, აზერბაიჯანს ისე დიდი ხანია რაღაცა პრეტენზიები აქვს, სომხებიც პერიოდულად რაღაცას იმაშვებიან და რა ვქნა და ვიქნებით ახლა თბილისი მაშინ და ქუთაისი და აგერ ალბათ სავარაუდოდ სიღნაღიც არ არის ქართული დასახელება ახლა სიღნაღიდან გერთვებით და ესე თავშესაბარს თაფარს ნიშნავს თურმე სპარსულად და აგერ ესეც გადავა იმათ მხარეს და ვიღოთ ეს ვაკესაგუშალო Смотришь, гасо жиринус кирвамода. Я стану сад грузит Тбилиси, Кутайский дорога. Гасо ეს რატო ამბობდა? აი რა, იმიტომ რომ იცის რომ არსებობს ხარსი, არსებობს ის ქვეყნები, ხო, მოჩა. ანუ იცი რა არის? ჟირინოვსკის ქონდა ეს ფორმა ნანახი და მედვედევი ბაძავს მას. ესეთი პოლუშუწია, ხო იცი, აი ნახევრად ღიმილიანად, ნახევრად ისე, აი რაღაცა ვითომ ჯოუკ წაიხუმრა რაღაცა, მაგრამ ნუ ახ რეალურად правду матку. რეჟი. ძალიან გულიანი საუბარი გამოგდის და აქვე ისე ვიტყვი რა წითელი ხიდი ახსენე და ეხა გამახსენდა დათო იყო ბაქრაძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე და მე გაირკვა რომ უმეტესობა პარლამენტარებისა, ჩინოვნიკებისა, მინისტრთა კაბინეტის ოჯახები და რაღაცა რომ მიასწრა წითელ ხიდს ბაქრაძე გამოდიოდა და გორის მოსახლეობას ქართლის უნდა დადექითო კოვზით, ჩანგლითო, ფილთათო. ინდა კაი რამე გითხრა და მე მივხვდი რა 2-3 დღეში რომ ეს აი ამას ცინიზმი არ ქვია რა როცა მთელი ელიტა თურმე იქ ზოგი აზერბაიჯანში გაზავს ზოგი სომხეთში გაზავს და ზოგმაც ვიცი რა მე არ ვიცი რატო დაემართა დათო იყო შევარდნაძე გამორჩეული იყო ხო არა უყურე დათო იყო შევარდნაძის დროს უსაფრთხოების რაღაცა დიდი დეპარტამენტის უფროსი და მე რატო ვიცნობდი ესე ახლოს ჩვენ ერთად დავდიოდით მე როგორც მინისტრის მოადგილის რანგში იყო ესეთი შლაინინგის პროცესი ერქვა ძალიან საინტერესო სხვადასხვის Mi6-ის პროექტი იყო სადაც აფხაზები და ქართველები ხვდებოდნენ ერთმანეთს და შენ უფლება არ ქონდა მიკროფონის გარეშე საუბრის ანუ ჩაკეტილ ტერიტორიაზე ხვდებოდი ფორმატში 7-7-ზე 7 ქართველი 7 აფხაზი საქართველოს დავიყავით მე დათო და კიდე რამოდენიმე ადამიანი ანუ ძირითადად სამთავრობო სტრუქტურებიდან იქიდანაც სამთავრობო სტრუქტურებიდან და ყველა ჩვენი საუბარი თუნდაც ჩაიზდა იწერებოდა ანუ ესეთი პროგრამა აკეთდებოდა როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან მაღალ ჩინოვნიკები ასე ვთქვათ აი ამ ეს Mi6-ის პროგრამა იყო ძალიან საინტერესო ძალიან ახლოს გავიცანე ჩვენ იქ დებატებში ვიყავით საუბრობდით ჩვენ ვამბობდით ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესებს ვიცავდით და აი ეს ამბავი რომ მოხდა უკვე ომი მწვავე ფაზაში 2008 წელს დათო სახში მოვიდა ჩემთან ვაკეში წვეთის ქუჩაზე და მეზობელმა რომ დაინახა იფიქრა რომ галлюცინაციები დაეწყო და რა ვქნაო ადამიანური წუხილი კი არა, აი იცი რა იყო? ეხლა გასაგებია რომ მიშა ასრულებდა თავის როლს და კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ცუდი მსახიობია, იმიტომ რომ შიშა რა და ეს ყველაფერი ვერ შეძლო. დათოს ჰქონდა სხვა წარსულის მატარებელი ბიჭი იყო, აი სხვა რაღაცები და რა დაემართა, იცი რაღაცნაირად აი ჩამოდნა. და აი მე ის რაც თქვა მე ამოიღეს იმიდან YouTube-დან და იმიდან ბევრი შეეცადა, თუმცა ყველას გვახსოვს. ხო, იცი რა, ეს იყო აი ყვირილი ადამიანის რომელმაც არ იცის რა ქნას. აი ადამიანური, აი დავრდომილის ყვირილი. აი მუხტა ჩოქილი ადამიანის ყვირილი, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემთან ამოვიდა სახში. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ისე ვიყავი მწყრალად დიდი ხანია მთავრობასთან 2006-ის მერე ნულოვანი ტოლერანტობის მერე საერთოდ გამარჯობა არ მithქვამს უნივერსიტეტიდან ბატონ როინთან ერთად გამიშვეს და მადლობელი ვარ რომ ასეთ კორიფეებთან ერთად ვტოვებდი ალმა მატერს მაგრამ ადამიანური ურთიერთობები ხო არის ხოლმე არა აი მე და დათო ბაქრაძეს ჰქონდა ესეთი ადამიანური ურთიერთობა და ნუ აი და მართლა ვამბობ მისი წარსული სხვანაირი იყო ვიდრე მაშინდელი მისი აწყო და არ ვიცი რა დღეს რას აკეთებს იმედია რომ გაიაზრა უბრალოდ გამახსენდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეიძლება პიროვნულად როგორც შენ ამბობ შენ მე არ ვიცნობ დიდი შენ უკეთ იცნობ ადამიანური მომენტი გასაგებია მაგრამ აი საერთო კონტექსტში რომ
ვინ არის საკუთრება. კატასტროფა იყო. ვინ ის არის იყო საკუთრება. არ დაბრუნების წერტილი იყო. აი ჩვენ გადავლახეთ მაშინ ტოჩკენივაზურატა რაც არის. არ დაბრუნების წერტილი იყო, რომ ჩვენ შეიძლება გავცამტვერებულიყავით. აი სხვათა შორის ამბობენ იმას, რომ ბევრად უარესი შეეძლოთ გაეკეთებინათ რუსებს და იმ მომენტში კიდე დაგვინდეს. აი შენ ვამბობ წითელ ხაზებს. 2008 წელს ის წითელი ხაზი არ გადმოგვეცეს, თორე ყველა ცენტრალური უბანი უნდა დაბომბილიყო და ყველაფერი მზად იყო ამისთვის, ყველა უბნის თავზე იყო, აი ეს ჰალსტუქს რო ღეჭავს მაშინ, ზუსტად მაშინ იყო ყველა უბნის თავზე ბომბდამშენი. დიდი როლი ითამაშა ლალიკო ჩვენმა პატრიარქმა. თელამ კონფლიქტის მსვლელობაში და ამბობენ, რომ ზუსტად გორს რო გამოსდნენ, იმიტომაც გაჩერდნენ, რომ იყო გზავნილებიო. მე ამის მჯერა. მინდა რომ ჯეროდეს, იმიტომ რომ სხვა ავტორიტეტი ხა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში არავინ იყო, ვისაც რუსები დაუჯერებდნენ და ერთადერთი იყო ჩვენი ქართული ეკლესია და მისი წინამძღვარი. და მახსოვს, რომ თავიდან ჯერ კიდე აფხაზური კონფლიქტი რო იყო, გრაჩოვი მონათლა. გახსოვს? ხო მე ბევრი სხვა რამეც მახსოვს. ხო და აი გრაჩოვი მონათლა და ბევრი მიყენებს აი ამ იმას, როცა საუბრობთ. ჩემი თაობაც, რომ იმდანად მოუქნელები, ტლანქები, დაუდევრები, დაუნახავები არიან, რომ ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა გრაჩოვი მონათლაო და მაინც რა გაგვიკეთეს, რუცკოი რო გვემუქრებოდა, გახსოვს? Сейчас злицат самолёты и разбивают к чёртовой матери. იცი რა არის, ხო იცი, როცა იწყებს ეხლა რა შეიცვალა ამის მერე, ხო აი მეტი რა. ომი რო იწყება, კიდევ ამაზე ვისაუბრეთ რა. პატრიარქი თვითონ დაიბადა ჩრდილოეთ ოსეთში, ხო? და დაამთავრა რუსეთის სასულიეროში სწავლობდა და იყო როგორც მე ვიცი, სასულიერო სემინარიაში რუსეთის პატრიარქთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ეს ახლა როგორ არის იცი? ყველა საიდანღაც მოვდივართ, ხო, ჩვენი ფესვები გვაქვს, იქ სწავლა, იქ რაღაც, ახლა ერთი დიდი საბჭოთა კავშირი იყო. ცხადია, რომ სასულიერო პირებიც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ხო? ისევე როგორც პროფესურა, ისევე როგორც სხვა კულტურის წარმომადგენლები, ყველას ჰქონდა გავლილი ერთი სკოლა. ხო, საბჭოთა კავშირის სკოლა იყო. და პატრიარქს მე მახსოვს 2000, ახლა ვეგეტყვი რომელი წელი იყო, 2015-16 წელი იყო. მე მგონი მსოფლიო პატრიარქების შეხვედრა იყო მოსკოვში. და ჩამოვიდა ჩვენი პატრიარქი. და მე მაშინ ვთხოვე პატრიარქის დაცვას, რომ თუ შეიძლება მეც შემოვალ მეთქი რა, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანზე იყო დაშვება, დასწრება და ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფი, ავადმყოფი ბავშვები წავდათ მოყვანილი. ეს იყო ერთ-ერთ სასტუმროში, ძველი უკრაინა რო იყო სასტუმრო მოსკოვში, მე რედისონში იყო ფოიეში ეს შეხვედრა სოფლიო პატრიარქების. და მე არ დამავიწყდება, რომ ეს ბავშვები ეტლებით და აი ესე ძიმე ავადმყოფები მოყვანილი და ესეთი წრე ჰქონდათ პატრიარქებს გაკეთებული და ყველა ლოცავდა აი ამ ხალხს. და ჩვენ პატრიარქთან ხდებოდა საოცრება. აი გამორჩეული ფიგურა იყო, აი რაღაცა გამორჩეულად მადლიანი. და ეს მე არ მეჩვენებოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ყველა ცდილობდა, რომ ჩვენ პატრიარქთან მისულიყო და იმას ხელი დაედო და დაელოცა და აი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხო სულ ახლახანს იყო, აი ან 16 წელი იყო, ან 17. როცა აი ჩავიდა მოსკოვში მსოფლიო პატრიარქების და ხა პატრიარქს ხო არა აქვს ასეთი მიდგომა, მას ადამიანები უყვარს, ის ხო არ კითხულობს სადაურია, ვინ არის, რა ერის წარმომადგენელია, ეთნოს არ კითხულობს, ის კი არა მუსლიმებს ლოცავს, ხო? და აგერ ორნაბიჯში ვარ ბოდბის მონასტრისგან და დაშვება არის რომ მუსლიმსაც შეუძლია ჩავიდეს და კურთხევა აიღოს და წყალში ჩავიდეს. ანუ ჩვენი რელიგია ხო ბევრად უფრო ტოლერანტულია, ბევრად უფრო ღრმა არის, ბევრად უფრო ფილოსოფიურია. ისევე როგორც ჩვენი პატრიარქია, ბევრად უფრო დიდი და გაბრწყინებული. იმიტომ კი არა რომ მე ქართველი ვარ და ესე მინდა, ასეა. ეს მოცემულობა, აგერ პატარა გოგო ვიზუალიზაცია რომ მოახდინო 2000
ასე მეოთხე საუკუნეში, აგერ 2026 წელია და რო ბნელდება, გავიდე თუ არ გავიდე ქუჩაში, იმას ფიქრობ და კაბადოკიიდან მოდის ფეხშოლა გოგო, რამდენი რამე გადაიტანა, მოვიდა აქ აღესრულა, ოღონდ სანამ აღესრულა, სკოლა გახსნა, სწავლება ქონდა აქ, ხო და გამხდარი პატარა ციფრიბანა ქალბატონი, რომელიც აღესრულა ბოდბეში და დაიბარა, იცოდეთ მე არ გადამასვენოთ აქედან, ეს იქნება ის კურთხეული ადგილი და მე მწამს რომ აი ბოდბე სიღნაღი ეს ტერიტორია მართლა კურთხეული ადგილია რომ ეხლა აქ მუსლიმები არ არიან და საოცრება არ ხდება ხო ჩვენს თავს და მე მაინც გადაწყვიტეს მცხეთაში გადაესვენებინათ და რამოდენიმე ბრგე ვაშკაცმა ნეშთი ვერ დაძრა ადგილიდან აი ეს ხომ არ არის ლეგენდები ეს ხო აი გადმოეცემა თაობიდან თაობას იმ ადგილას ხო ის წმინდა წყალი მოდის ის წყარო რომელიც 4 გრადუსი არის ზამთარ-ზაფხულ და მე ვფიქრობ რომ ახლაც რიგი უნდა იდგას იქ რომ ჩავიდნენ ავადმყოფი ბავშვები ჩავიდნენ რა ვიცი ადამიანები რომლებსაც უჭირთ ფიზიკურად ტვინში ყველგან რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამხელა მადლი გვაქვს აქ და წარმოიდგინე აი ესე ჩამოდიან ხოლმე რუსეთიდან სტარეცები აი ძალიან მოხუცები და დგანან აი წყაროსთან და მადლს ეზიარებენ და ამბობენ რომ თქვენ არ იცით საქართველოში ეს რა გახდო. ნუ ჩვენ ხო ვართ ერთ-ერთი 4 კურთხეული ადგილიდან ღვთისმშობლის კურთხეული ადგილიდან ერთ-ერთი ხო ჩვენ ვართ როდის დაიქცა კიევი, როცა პეჩორის ლავრა დაეცა და მასტერშეფი როცა ჩაატარეს იქ, ხო? ათონი დგას, საქართველოს დგას, დევეევა დგას და აი სამწუხაროდ მეოთხე დაეცა. კიევის ლავრა დაეცა. აი ამაზე საუბარი, როგორ შეიძლება რომ ეს არ გააერთიანო? ვიღაცა იტყვის სად რელიგია, სად პოლიტიკა, სად გეოპოლიტიკა, ერთია. ეს პატარა, ჩვენ ესეთი პატარა დედამიწა, პატარა ადამიანები ვართ, პატარა ცხოვრება გვაქვს, პასპორტში ჩაიხედეთ. მე სულ ვამბობ, იცი რა, განჯინა გამოაღე. შეიძლება 3 ფეხსაცმელი გეყოს ცხოვრების ბოლომდე. აგერ არის ცხოვრების ბოლო. მე და შენ უკვე იმ ზღურბზე ვართ, სადაც უკანა ათვლაა დაწყებული. და იმიტომ ლაპარაკობთ ამდენს და იმიტომ ვტკივა გული, რომ შემდეგმა თაობამ რაღაცა შეუშვას, რომ გგონია 30 წლის რო ხარ, რომ მთელი ცხოვრება გაქვს წინ, აღარ ვამბობ ახალგაზრდებზე, უფრო პატარებზე და 50 რო გადასცდები, რომ ხვდები, რომ შენ ნელ-ნელა პატარავდები და იმ შენ საწყის უბრუნდები და მაშინ უნდა მიხვდე, რომ მაშინ უნდა მოინანიო. იცი რა, მე არავის მიმართ არ მაქვს აგრესია. მე რომელიც ჯერ მოფარიკავი ვარ, სულ მინდა და ვიღაცა კუნთების თამაში მქონდა სულ. აი ვიცოდი რომ კარგად შემიძლია დავანაყო ორი კაცივცემ. იცი რა, მართლა დღეს იცი რა მინდა ყველას მივუტევო, ყველას მივეფერო. აი ვინც მაწყენინა, მათზეც არა მაქვს, აი ჯერა რომ არ მაქვს აი ეს შენახული გულშილის, რომ აი შენ რო ჩემზე ეს ყველას მინდა მივეფერო და მე მინდა გითხრა, აი გუშინ იყო ბიძინა ივანიშვილის იუბილე 70 წლის გახდა. 70. ნუ ხო რა არ მოგვალით არიდი. ხო, ნამდვილად მისალოცი. მისი ერთი ადამიანის დამსახურება აქ რომ არ არის მარიუპოლი. ერთი ადამიანის და მისი ოჯახის. რომელიც ერთადერთია, ვინც მას მართლა აი სულიერად აძლიერებს და აი იმიტომ რომ იმდენი ღალატი ნახა ამ კაცმა. ისეთმა ხალხმა უღალატა, შვილივით გაზრდილმა ხალხმა უღალატა. და პატრიარქს ყავს მტერი, ბიძინა ივანიშვილს ყავს მტერი და მე და შენ თუ გვეყოლება ახლა მტერი და თუ კომენტარს დაგვიწერენ, აი დარდი კიდე რა. ანუ ხები რა მასშტაბები არსებობს, რომ შენ რა ვიცი 100 წელიწადში ერთხელ ხო ეს ერი ბადებს გენიოს. დღეს ხვდებით, რომ სტალინი რომ არა, სად იქნებოდა დღეს საქართველოს? საბჭოთა კავშირი არ იქნებოდა, აქ იქნებოდა ლაბორატორია, ჩვენ იქნებოდით ესე ვირთხებივით ლაბორატორიული და სხვათა შორის ის რომ ძალიან საინტერესო, მე არ ვიცი რამდენად არა იმას ჩახედული 42 წელს იყო პირველი გადმოსვლა კავკასიის მთებზე ფაშისტების, მე ეს ედელვაისის ცნობილი ელიტარული ხო, რატო? რისთვის აკეთებდნენ, იცი ამას?
ისინი ეძებდნენ შამბალას. ჰიტლერს ხო ქონდა ეს გაბრწყინებული აზრი, რომ სადღაც არის შამბალა, რომელიც თავის დროზე ხო ის ლამები დახვრიტა საწყალი, რომლებიც უწრეს ხო. ტიბეტში რო ავიდნენ ხო? ხო, და მე კავკასიაში ეძებდა. ანუ მე უთხრეს, ხო, ტიბეტში კი არ არის ესო, კავკასიაშიაო და დღემდე მაგალითად, ნუ აი ბევრი ადგილი გვაქვს ისეთი, ხო, როგორც ხვამლია მაგალითად. რომ აი მიდიხარ ხო და თებია. ხო, ერთი მთა არის 22 კუთხედი. ვერ ხვდები რომ ეს მართლა რაღაცაა შიგნით, მართლა რაღაც გამოსხივება, ვერავინ ვერ მივიდა, ვერავინ ვერ მიეკარა, ვერავინ ექსპედიცია ვერ ჩატარდა ვერასდროს, ხო, რეალურად იმის გასაგებად და იყვნენ ესეთი ალპინისტები, ჯაფარიძეები, ცნობილი და მათ შორის ქალბატონიც იყო ესეთი ჯაფარიძე, რომელიც რაშვებოდა, იცი, მეორე მსოფლიო ომის დროს ბიჭები, ვისაც მამები დაეღუპათ, ალპინიზმს ასწავლიდა და ჩემი მამინაცვალიც თალეშონია მისი მოწაფე იყო. და იზღება, რომ აი მივდიოდით, ოღონდ ისიც გვეუბნებოდა ხვამლის თასთან ფრთხილად, რატომ? მისი ძმა ალიოშა ჯაფარიძე 1936 წელს სტალინმა გაუშვა წად ერთი ნახე ამ ხვამზე რა ხდებაო. და ხო ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ძალიან საინტერესოა და მაშინ არის ახლა გურჯიევის ნაშრომებს კითხულობდა და კონსულტანტიც იყო და ეხლა რა გასაკვირია რომ ხო და ამას იცი რატო გეუბნები? აი აქ ვართ, აგერ სვანები თავის ლამპრობებით, აქეთ რა ვიცი ესეთი სიძლიერე, შენ ცხოვრობ ენერგეტიკულად დახუნწულად, ერთადერთი რაც გჭირდება არის მშვიდობა. მშიერი არ მოკვდები, იმიტომ რომ ასე რომ გადააგდო პატარა, ეგრევე ხეა მოდის. აგერ რომ ჩვენი ტურისტები გიждდებიან ხოლმე ბროწეულს რო წყვეტენ პირდაპირ და ეს ბოდე ეცემა და ეზარებად გახელებს აღება და ასე განმასწრებია მთელ ქუჩებში მოედინება ეს წითელი წვენი და როგორ ბროწეული შეიძლება მოვწყვიტოთ გეკითხებიან მშიერი ხო საქართველოში ვერ მოკვდები ყველაფერი გაქვს დაცლილი სოფელი როდის იყო სააკაშვილის გეგმა შემუშავებული რომ სოფლიდან პატარა წამოვიდნენ ბანაკები შეიქმნას იქიდან წავიდნენ რატო დაცალა სოფელი რა გეგმა იყო ასეთი ქართული სოფლის დაცლა იცი რა არის მე მიუხედავად იმისა რომ 10 წელი არ ყოფილ ვარ მაინც ბუნებრივია თვალს ვადევნებ როგორ რა ხდება როგორ ვითარდება ასე შემდეგ სოციალური პრობლემები ბევრია დაგროვილი და ნუ ეს ალბათ გადასაწყვეტია უბრალოდ შასნიაბეტა ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ და რაც შენ თქვი რომ მშიერი არ მოკვდება ამის შანსი მართლა დიდია განსხვავებით სხვა ქვეყნებისა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისა ეგ ყველამ უნდა იცოდეს რა ლალიკო ძალიან დიდი მადლობა ამ გულისხმიერი საუბრისთვის შენ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ხარ შეიძლება თამამად თქოს პირველ რიგებში ვინც ამ სახალხო დიპლომატიას აკეთებ აწვევი და მე ძალიან მაინტერესება და მსურდა ზუსტად შენთან საუბარი ამ თემებზე რა და მიხარია ის რაც შენ თქვი ბევრი რამ მართლა არ ვიცოდი და წარმატებებს გისურვებ ჯანმრთელობას გისურვებ და ყველაფერს კარგს გისურვებ და შენი ქვეყნის სიხარულს გახარებას და იმ შენ ქვეყანაში ბედნიერებას გისურვებ და თუ რამე გინდა შენც ძალიან. მადლობა, მე გისურვებ, რომ აი შენი პოდკასტები ხშირი იყოს, საინტერესო სტუმრები და მე კიდე გისურვებ დაბრუნებას. ხო, აი დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში დგას და აი ჩემი ჯანმრთელობა არ მინდა ამას საუბარი, მაგრამ ვიტყვი, ხო, აი რიგი მიზეზებია რა და ის როგორც კი გადაილახება. ასე რომ გელოდებით და ნებისმიერ დროს სიამოვნებით ჩაგერთვები აი ესეთ ეტაპში. მოხარული. მადლობა. შემოგარგო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატება და ჩვენ საერთო სამშობლოს წარმატებას უსურვებ. აუცილებლად.